მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამჯერად ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. როგორც იცით, გუშინ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი მყოფებოდა, რომელიც ჯერ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა, ხოლო შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მაღალი სტუმარი აზერბაიჯანიდან ხდებოდა პარტიის ქართული ოცნება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მას თავის ახალ ბიზნეს ცენტრში ესწუმრა თაბორის მთაზე. ამ შეხვედრამ ბუნებრივია გააჩინა კითხვები, ხო, რა სტატუსით ხდება პარტიის თავმჯდომარე, უпроსტად საპატიო თავმჯდომარე, სხვა ქვეყნის პრეზიდენტს, თუმცა ამაზე მეტად კითხვები და მithმა უთქმა გააჩნია აი ამ კადრებმა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი წინ მოდიან და უკან მათ მოყვებათ როგორც ასისტენტი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ბევრს გაუჩნდა სწორედ კითხვები ამ კადრებთან დაკავშირებით, ხო, რატო არის პრემიერ-მინისტრი ასეთ როლში, რომ დაყვება უკან ორ ადამიანს პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა, ვინ არის საქართველოში პირველი კაცი, ანუ ვინ მართავს ქვეყანას. ამის გარდა ბუნებრივია ამ ვიზიტს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და გეოპოლიტიკური საინტერესოა ბუნებრივია იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში, თუ რაზე ისაუბრეს მათ და რაზე შეიძლებოდა რომ ესაუბრათ და ამ საკითხებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით დღეს გადაცემაში. მამდე კი გეტყვით ერთ შედეგს, რომელიც მოყვა აი ამ სტუმრობას, გაირკვა, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა. ბრძანებას ხელს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი აწევს. მოკლედ, ძველ თბილისში, სავარაუდოდ აბანოთ უბანში უნდა აშენდეს ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი და ამის გამო 5 ოჯახს იძულებით ჩამოართვევენ ქონებას. ანუ ქონების ექსპროპრიაცია მოხდება, როგორც ჩანს, ესე ადამიანები არ იყვნენ თანახმა ამ ქონების გაყიდვაზე, იმ ფასად, რასაც მთავრობას თავაზობდა და იმის გამო რომ აშენდეს ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის სახლი, 5 ადამიანს ქონებას ჩამოართვევენ ძველ თბილისში. ეს არის ასე ვთქვათ ერთი შედეგი ამ ვიზიტიდან გამომდინარე. თუ რა გეოპოლიტიკური შედეგები იქნება, ამას ვნახავთ. ჩვენი პირველი სტუმარი არის ლევან ცუცკიძე, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი თავისუფლების ლიდერი. მოგესალმებით. ძალიან საღამოშობთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში რას ფიქრობთ ზოგადად ამ ვიზიტზე, ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე და იმ კადრებზე, რაც ვნახეთ ივანიშვილთან შეხვედრაზე. ანუ ივანიშვილი სულ რამდენი, მაგალითად, სომხეთის პრეზიდენტს არ შეხვდა. ხო, უბრალოდ პრემიერ-მინისტრს, სომხეთის პრემიერიც იყო, რამდენი 5 ჯერ იყო ბოლოს ჩამოსული და არც ერთხელ არ შეხვდა. გვახსოვს, რომ ამერიკიდან ჩამოვიდა მაღალი სტუმარი, რომელსაც ითხოვა ივანიშვილის შეხვედრა და მასაც არ შეხვდა, უარი უთხრა. სამაგეროდ ხედავთ, რომ ჰეიდარ ალიევს შეხვდა და კიდევ ერთ არაბეთიდან გაერთიანებული ემირატებიდან სტუმარს, რომელიც ინვესტიციას დებს ყმადაღებულ პროექტში, მასაც შეხვდა პირადად. თქვენი აზრით, რის მიხედვით არჩევს ივანიშვილის სტუმრებს, რატო ხდება ის, რატო მას მისლავს ამ ხალხს და ზოგადად რა შეიძლება იყოს მთავარი თემა ამ ვიზიტის? ივანიშვილი ხდება იმათ, სადაც მისი პირადი ინტერესია, მისი ქონებრივი ფინანსური ინტერესები და ამიტომაც შეხვდა ამ ხალხს, ვისაც შეხვდა. რაც შეეხება თვითონ ილხამ ალიევის ვიზიტს, ერთი აზერბაიჯანთან ჩვენ დიდი ხნის მნიშვნელოვანი კავშირები გვაკავშირებს და მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტი არის, რომ აქ როგორც ჩანს, უფრო მეტად იყო ივანიშვილის ფაქტორი და ინტერესიც ამ შეხვედრაში, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ასევე ყოფილიყო განხილული, იმიტომ რომ მოიხსენებათ მთელი რეგიონი ძალიან დრამატული ცვლილებების წინაშეა. სამხრეთ კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს ისტორიული სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაცია, ასე ვთქვათ, და ამერიკული ინტერესის, მათ შორის ეკონომიკური ინტერესის ძლიერად შემოტანა რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში 3 ქვეყანა. და ეს მესამე ქვეყანა საქართველო, რომელიც ოდესღაც იყო სამხრეთ კავკასიაში ფლაგმანი, დღეს ჩემი აზრით ჩანს როგორც ქვეყანა, რომელიც ადრე იყო სომხეთი.
რომელიც მაგალითად აი ამ დასავლურ ინსტიტუტებთან და ალიანსებთან რეგიონის უფრო სრულფასოვან თანამშრომლობას და ინტეგრაციას ხელს უშლიდა გამომდინარე მისი უფრო პრორუსული ვექტორისგან, რაც აქამდე ჰქონდათ, ხო? ახლა ასეთი ქვეყანა საქართველოს შეიძლება გახდეს ქართული ოცნების ხელში, რომელიც ხელს უშლის დასავლეთის უფრო ფუნდამენტურად შემოსვლას რეგიონს და შესაბამისად ჩვენი რეგიონის სტაბილიზაციას და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. ხომ, ამიტომ მე მგონია რომ აქ მხოლოდ რა თქმა უნდა ჰაიდარ ალიევის კულტურის ცენტრის საკითხით შემოგვიყვანოს ხაზი გავუსვით იმის გამო რომ ხუთ ადამიანს ქონებას არც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მე მინდა რომ ამ საკითხს დაუბრუნდე და შევისწავლით ჩვენ ამას და ჩვენი რეაგირებაც გვექნება, იმიტომ რომ ადამიანების გასაგებია პატივისცემა მეზობლების მიმართ. ჰაიდარ ალიევი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა იყო მთელ რეგიონში, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების ხარჯზე და თავისუფლების მოედანი ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებით. მაგრამ სხვა უფრო ესეთ უსაფრთხოებს და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მე მგონია რომ აქ ძალიან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ერთი მხრივ ხედავთ ახლო აღმოსავლეთის თლიანი ანუ ჩვენი რეგიონი ვეღარ იქნება ისეთი როგორიც აქამდე იყო. ერთი სომხეთი და აზერბაიჯანის ურთიერთობების გამო და პრინციპში რუსეთის ინტერესების შევიწროების გამო, რაც უკვე მოხდა და მეორე იმის გამო, რაც ხდება ირანში. და ამიტომაც აქ არჩევანები იქნება გასაკეთებელი რეალურად სადგას საქართველოს. აი იმ დიდ პროექტებში, იმ დიდ გეოპოლიტიკურ გადაწყობაში, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სწრაფი განვითარების ამბავი იყოს. მაგრამ არა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყავს პარტია, რომელიც აი ვერაფერს ვერ ამბობს იმაზე, როდესაც ირანის ელჩი პირდაპირ გემუქრება. ანუ მის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასაც კი ვერ ბედავენ. ხო, რაც გერმანიის ელჩი და სხვა ქვეყნის ელჩები რამდენჯერ ყავთ დაბარებული იმის გამო, რომ ამ ხალხმა თქვა, რომ ადამიანებს სუდანაშაულოდ ციხეში ნუსვავთ და სამართალი კონდეთ და დემოკრატია, ხო და ირანის ელჩმა დაწერა რაღაცა და ვერც კი გაბედესო დაებარებინათ. რა ეგეთ პირობებში ვერ იმოქმედებს ქვეყანა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. აქ არის ხა კერძო კორუმპირებული ფინანსური ინტერესები, რომლის დაკმაყოფილებასაც ცდილობენ, მაგრამ ამერიკული ინტერესი და დასავლური ინტერესის ზრდა ოცნებას დააყენებს დილემის წინაშე, მას მოუწევს არჩევანების გაკეთება, მაგრამ აქამდე არ გაუკეთებია სწორი არჩევანები. ხო, ნუ ისინი ამბობენ რომ ველოდებით აპრილში ვიზიტს ამერიკის დელეგაციის. არაფერი სათქმელი არ გვაქვს დღეს, ანუ არაფერი როგორც ამბობს ახლა ვითარების შემსწავლელი დელეგაცია ჩამოვა რა. რამდენად ველოდებით რომ შეიძლება ამ ფონზე რაც ხდება რეგიონში, მართლაც მოახდინონ გარღვევა ამ ურთიერთობებში, რომელიც ახლა გაყინული. გაყინული არის ურთიერთობები, რა თქმა უნდა, არის ძალიან დაბალ ნიშნულზე ჩამოსული. მე არ მგონია, რომ ურთიერთობებში გარღვევა შეიძლება მოხდეს შიგნით ცვლილებების გარეშე. და ეს შიგნით ცვლილებები საინტერესო ვითარების შემსწავლელი, რა ვითარება უნდა შეისწავლოს ახლა კომისიამ. ხო, ალბათ ის თუ რა ხდება შიგნით ქვეყანაში რეალურად. რა თქმა უნდა, კი და ნუ მე ასეთი რამე ჩამოვა მეტყველებს, ხო, რადგან თვითონ ამბობენ ოცნების წარმომადგენლები, რომ კომისია იქნება, რომელიც ვითარება შეისწავლოს. ხო, დელეგაცია ასე. იქნება თუ არ იქნება ჯერ არ ვიცით რეალურად. არ ვიცით, რომც იყოს თავად საინტერესო ფაქტია, ხო? რომც იყოს საინტერესო, ალბათ შეისწავლოს. შევხვდებით ჩვენ სამ დელეგაციას, ყველა მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც იყო შტატებიდან ჩამოსული, ასევე მეც ჰქონდა პირადად შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი და გვესაუბრა. კი ბატონო, მე ამას მივესალმები, თუ ჩამოვა რაიმე სახის დელეგაცია, რომელიც აქ სიტუაციას თვითონ ასე თქვა დააკვირდებოდა. შეისწავლოს ძალიან კარგი იქნება, მე მგონი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ პარტიები მივცემთ ჩვენ შეხედულებას და ჩვენ პოზიციებს მათ გავაცნობთ. რამდენად შეიძლება იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, რომელიც არის დღეს ქვეყანა უბრალოდ ჩვენს ირგვლივ და იმ გეოგრაფიულ მდებარეობიდან, რომელიც საქართველოს უკავია, მაინც მოახერხოს ოცნებამ და ივაჭროს თქვა ამერიკასთან. ოცნება რა თქმა უნდა ივაჭრებს. ოცნების ამოცანა რეალურად ეგ არის. ოცნებას უნდა რომ აქ ჩვენ ყველა გაგვაჩუმოს, მოგვსპოს, შეგვაშინოს, გაგვაქციოს და მე თქვას რომ აქ ერთადერთი ბატონ პატრონი ამ სიტუაციის მე ვარ. და ვარ ლეგიტიმური მანდატით აღჭურვილი, ანუ ჩემთან ურთიერთობაში პრობლემა არ გექნებათ, იმიტომ რომ მე ხალხის მხარს მიჭერს. ყოველ შემთხვევაში არ მემუქრება, ჩემ ძალაუფლებას არ ემუქრება საფრთხე, ხო? აი ხა ივანიშვილის სცენაც რაც იქ დაიდგა, ხო? მაგისკენ იყო, რომ მე აქ კონტროლი მაქვს რა, ეს კაცი პრემიერ-მინისტრს ეძახიან, ეგეც კი არაფერი არ არის.
მე ვარ რა. ამას ნიშნავს ძალაუფლების ჩვენება იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ალიოს ელაპარაკება და იქ უნდა ეჩვენები, რომ თვითონ მარტო არის ძალაუფლების ცენტრი და ამიტომაც კუთხეში დააყენეს ყობახიძე, იმიტომ რომ ეგეთი თამაშის წესით ითამაშეს იქ რა. მაგრამ აქ რაშია ციცაკ მე მგონია რომ ოცნებას ყველა ხედავს რომ არის ისეთ ვითარებაში, როდესაც ის არ არის სანდო პარტნიორი. იმიტომ რომ ჯერ ერთი წარსული ისტორია ესეთია, განმა მათყუარების პარტია რეალურად. მე არ მახსოვს მათი დადებული დაპირება რომ შესრულებული იყოს. ანუ ეგეთი არ არის. მათ შორის არ საერთაშორისო პარტნიორებთან. შეთანხმებები, ხელშეკრულებები, რაც გაფორმებული გვაქვს ევროპელებთან, ამერიკელებთან, რატო აღარ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ ის შეთანხმება, რასაც ეფუძნებოდა სტრატეგიული პარტნიორობა, დაარღვია ქართულმა ოცნებამ. რატომ გვაქვს ევროკავშირთან ასეთი მძიმე ვითარება? იმიტომ რომ ის შეთანხმება, რაც იყო, დაარღვია. ქართულ ხალხთან მიცემული დაპირებების დარღვევაზე აღარ ვლაპარაკობ და არ გავიხსენოთ ეს კომიკური და ცინიკური დაპირებები, რაც მათ ჰქონდათ, ხო, რა ვიცი, აჭარაში ჩადიოდნენ და ხალხს ყველა ოჯახს ჯაკუზის პირდებოდნენ, ჩადიოდნენ ასეულობით ქარხანას პირდებოდნენ სხვაგან მიდიოდნენ და 5 მილიონ ლარს პირდებოდნენ თუ დოლარს სოფლებს და ნუ აღარ ვიცი ყველაფერი ამას დავანებოთ თავ. და მეორე აქ არის წინააღმდეგობა. ეხლა საერთაშორისო პარტნიორები, მით უმეტეს სერიოზული სოლიდური პარტნიორები ხედავენ რომ ოცნება ვერ დგას როგორც თვითონ უყვართ ლაპარაკი ორ ფეხზე მყარად. პირიქით ცოტა ხომ რაში ეტყობო ჩანსს რო ვერ დგას. ჩანს იმაში რომ მაგალითად აი მიუხედავად იმისა რომ ეს საკანონმდებლო გარემო რომელიც მათ შექმნეს არის სრულიად დრაკონული, ანტიდემოკრატიული და პრინციპში უკვე არ ჩამოუვარდება არც რუსეთს, არც ბელორუსს და არც ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანას პოლიტიკური ცხოვრება მაინც სხვანაირი, ანუ ვერ მოკლეს წინააღმდეგობა, ვერ მოკლეს პროტესტი, ვერ გაგვანადგურეს პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება და ან შეძლებენ, ან არ შეძლებენ. ანუ ბრძოლა ამ ქვეყანას სამართლიანობას მიდი ჩვენ ვიბრძვით, ხო, ყველაფერი ისაც ვაკეთებთ, ბრძოლის ნაწილია, იქნება ეს ჩვენი კამპანიები, რაც ვატარებთ, ჩვენი შეხვედრები საზოგადოებასთან, ჩვენი საუბრები, პროტესტი, რასაც ანუ ვერ მოკლეს ეს. ამას ხედავენ, ანუ ოცნება როგორ როდის არის, რომელიმე მთავრობა ოცნებას თავი დავანებოთ, კარგი პარტნიორი, ხო? როდესაც ის არის სტაბილური, ანუ რაღაც ტიპის მანდატი გააჩნია და მის ძალაუფლებაში ყოფნა საფრთხე არ ემუქრება და ქართული ოცნება ასე არის, ხალხის მხარდაჭერა მცირდება, მის მიმართ საერთაშორისო იზოლაციაშია. ურთიერთობები აქვს ისეთ ქვეყნებთან, რომელთანაც პრინციპში კონფლიქტშია, მათ შორის აზერბაიჯანის, რომ არაფერი ვთქვა, შეერთებულ შტატებზე და ევროპელებზე, ხო? მაგალითად, ათასობით ირანული კომპანიაა ბოლო წლებში შემოსული საქართველოში, საკმაოდ საეჭვო, რაღაც ერთი და იგივე მისამართზე რო არის ათეულობით კომპანია დარეგისტრირებული, რომელზეც ვერც ოფისია და არაფერი არ არის, ხო? ასევე რუსული ფულის შემოსვა, ანუ ესენი რეალურად კი ამდიდრებს ოცნებას და იყენებენ ამას, რომ დიდი ქეში კონდეთ და საქმე ისე აკეთო თავისთვის, მაგრამ ქვეყნის და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არ ეწერებენ. ხა ამერიკა ირანს ბომბავდეს და შენ აქ ირანული კომპანიები შემოდიან, რომლებიც გაურკვეველ რაღაცებს აკეთებენ. უნივერსიტეტები, ბიზნეს კომპანიები, სავარაუდოდ ფულის გათეთრება, სავარაუდოდ ჯაშუშური საქმიანობა. ხო, და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული რაღაცა არის და ამას უყურებენ. ანუ ჩამოვა ის რა ქვია ვითარების შემსწავლელი თუ დამკვირვებელი კომისია. მე მგონი ძალიან ბევრი რამე ექნება დასაკვირვებელი იქ და ეგ რაც იქ იქნება, მე მგონი რომ არ იქნება. მაინც და მაინც ასე ამონო ქართული ოცნებისთვის. ხო, საინტერესოა გიერბოლსკი გამოეხმაურა ამ კადრებს, ასე ვთქვა და ირაკლი კობახიძემ სტუმარი მიიყვანა პარტიის ლიდერთან. მე თქვენთან სახლში რომ სტუმარი მოვიყვანო და თქვენ იყოთ თავარი მასპინძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი როლი დაკნინებულია. იმანიშვილს არც ერთხელ არ გამოუვლენია, რომ ვინმეზე მაღლა დგას. რაფერად ეთახვევით ამას, რომ არც ერთხელ არ გამოუვლენია, რომ ვინმეზე მაღლა დგას. ისე რა კომენტარი უნდა ეხა ამას, ხო, აი ყველაფერი ნათელია რა. აი ამ კადრებს ვინც ნახავს, ყველაფერი ნათელი. რასთავარია თვითონ ამ ხალხმა იციან ვინ არიან თვითონ ამ სისტემაში. ხა ხვალ რო ივანიშვილმა დაუძახოს ყობახიძეს და უთხრას, რომ ხმაწვილო შენ დაიღალე. წადი, ისე წავა, ხმას ვერ ამოიღებს. სიტყვის რომ დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, მივდივარ, ხო? ანუ არანაირი ანგარიშვალ. ანუ ეს ხალხი რეალურად ვინ არიან? ვის ხელშიც დღეს არის სახელმწიფო ჩავარდნილი, ხო? ესენი არიან კორუმპირებული, პოლიტიკური ბიოგრაფიის პრაქტიკულად არ მქონე ხალხი, რომელიც აღმოჩნდა რაღაც თანამდებობებზე, დაიწყო ხალხის ძარცვა, ბიუჯეტის ძარცვა, ეხლა რაზე ყავთ თავისიანები და დაჭერილი. დღეს ლილუაშვილის პროცესი იყო.
ეს ყველაფერი და ეხლა გაუტკბა ეს და თქვა რომ რა კარგი ყოფილა გამდიდრება, რა კარგი ყოფილა რომ აი 80 სახლი შეიძლება მქონდეს თბილისში და 30 მანქანა მყავდეს. და მოდი რა აღარ მაინტერესებს მე ხალხს რა უნდა, მე ვიქნები ბოლომდე, ვინმე გადამირჩევს შევაშინებ ტელევიზიებს, თავდავესხმები ადამიანებს დავასახიჩრებ და ესეთ ვითარებაში, ამიტომ მან ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ ნორმალური ქვეყანა გქონდეს და ადამიანებმა ვიცხოვროთ რაღაც ცივილურ გარემოში და არა იმაში რაც ეხლაა შექმნილი ხო აი რა ვიცი თბილისში ყველამ ვიცით ვხედავთ აღარ ცხოვრობთ როგორი გარემოა ხო მაგრამ სხვაგან საერთოდ ის არის სახელმწიფოს აბსოლუტურად მიტოვებული ყავს მოქალაქეები რა ეს ადამიანები მარტო თავის თავზე ზრუნავენ მარტო თავის გამდიდრებას ჩაიგდეს ძალაუფლება ხელშეუხლებლად წავართვათ და დაუბრუნოთ ხალხს და მე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს უნდა იყოს ბოლო მთავრობა ბოლო პარტია რომელიც ბედავს რომ ხალხს უბრძანოს რაღაცეები. არა, ხალხი უნდა ბრძანებლობდეს მთავრობაზე და მთავრობამ უნდა იცოდეს რომ ამ ხალხის ბატონი კი არ არის როგორც იქცევა ახლა ივანიშვილი. არამედ არის მათი საინტერესოა, ასე უნდა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ხო, ამ ხელისუფლებასთან ამ ვითარებაში ამ წინააღმდეგობის გაწევა. ნუ გასაგებია ქუჩაში ხალხი ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს ხედავთ რომ არ არის საკმარისი, ხო? ოცნება თავის გზას აგრძელებს, რასაც და ოცნება თავის გზას აგრძელებს, ოღონდ ამაში იხდის ის ფასს, ის ამაში იხდის რეპუტაციულ ფასს, ამაში იხდის სახალხო მხარდაჭერის კარგვის ფასს, ამაში იხდის მორალური ლეგიტიმაციის დაკარგვის ფასი უკვე გადაიხადა ის ძალადობა რაც მათ ჩაიდინეს ეს აყოფ მაგრამ მე გეთანხმებით რომ ეს არ არის საკმარისი რა და როგორ უნდა დაუბრუნოთ ძალაუფლება ხალხს მხოლოდ ძლიერებით და ეს ძლიერება მიიღწევა პოლიტიკური გაძლიერებით წინააღმდეგობის და უკეთესი პოლიტიკური ორგანიზებით მთელი აი ამ წინააღმდეგობის და პროტესტის ხო ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა რომელიც ჩვენ ასევე გასავლელი გვაქვს გარდა საერთაშორისო აბებისა გარდა პროტესტისა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის რომ ჩვენ უფრო მეტი მოქალაქე უნდა დავარწმუნოთ იმაში რომ ბევრად უკეთესი პირობები იქნება ამ ქვეყანაში მათთვისაც თუ კი ქართული ოცნება წავა ბევრად უფრო მეტი მოქალაქე უნდა ჩავრთოთ პოლიტიკურ საქმიანობაში ბევრად უფრო მეტი მოქალაქე უნდა ჩავრთოთ საზოგადოებრივ პროტესტშიც და ეს არის ჩვენი საქმე ჯერჯერობით არ გამოდის ხო როგორც ხედავთ თქვენ როგორც ისე რეგიონებში დადიხართ ამაზეც მინდა რომ გითხოთ ანუ რა ვითარება ხდებათ რეგიონებში შეგიძლიათ რომ გითხრათ ანუ რამდენად არის ხალხი მზად ოპოზიციასთან სალაპარაკოთ რაღაცის სხვა რეშინიათ ან პირიქით მიუღებლობა ხო არ აქვს ოპოზიციას მიუღებლობა არ აქვს ანუ რამდენიმე რამე შემიძლია გაგიზიაროთ აი ესეთი თავარი დაკვირვებები ახლა აქედან პირველი რაც იგრძნობა უბრალოდ ამას შეგრძნებათ სულ ამას ხედავ პირდაპირ ეს არის სახელმწიფოს მიერ მოქალაქის მიტოვება აბსოლუტური მიტოვება იმიტომ რომ არც ის თვითმმართველობები რომლებიც ფიქტიურია და არანაირი უფლებები არ გააჩნია არც სახელმწიფოს წარმომადგენლობები არ და ვერ აკეთებენ საკუთარ საქმეს. იქაც დაკავებული არიან საკუთარი ჯიბის გასქელებით. და აი ამას ხედავთ ყველგან, არა აქ, ხა იმერეთში ვიყავით, იქიდან დავბრუნდით გასულ კვირას და რა ვიცი, სადაც გინდა წახვიდე, ყველგან ამას ხედავ და ამისი აი სიმბოლოების დონეზე შეგიძლია დაინახო, იმიტომ რომ მაგალითად ქუთაისის აეროპორტში რომ მიხვალ ყოველთვის ნახავ ერთ ოჯახს მაინც რომელიც ცრემლით აცილებს ვიღაცას, იმიტომ რომ იციან რომ ემიგრაციაში მიდიან. ნახავ გაუბედურებულ სოფლებს, დაცარიელებულ ოჯახებს და იმერულ ოდებს. ნახავ აი ჭიათურა არის აბსოლუტურად აი კატასტროფის ზონა. ის ვითარება რაც იქ არის შექმნილი. იქ ნახავ რომ აი საჯარო სკოლის გვერდით არის აშენებული მანგანუმის მოპოვების ღია კარიერი, სადაც ბავშვები სწავლობენ და გარეთ და აბსოლუტური მიტოვება. ეს არის ერთი და ყველა მიცის, ყველა ლაპარაკობს კორუფციაზე, ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ სახელმწიფო აღარ ზრუნავს ადამიანზე და აღარ აკეთებს თავის საქმეს. ანუ ეს ყველასათვის მოცემულია. მეორე რაც არის, ეს არის შიში და რეპრესია. და ამის დაძლევაში ჩვენ ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და ეს იგრძნობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირი იყო, როდესაც ადამიანებს ჩვენ ხვდებოდით, ძალიან გულთბილად ხვდებოდნენ ადამიანები, რომელსაც არც კი ვიცნობდით, ხა მაგალითად ერთ-ერთ სოფელში ვიყავით, როდესაც იმ მომენტში ავედით, როდესაც მეწყერის გამო ოჯახები ცვლიდნენ თავის ოჯახს კარმიდამოს და აი ამ პირობებშიც კი ეხლა ქართველს მერელს სტუმარ მასპინძლობა არ ეშლება ხალხმა რაც შეეძლო უცბად შეგვიპატიჟეს, გაგვიღეს გულის კარიც და სახლის კარიც და ვისაუბრეთ ბევრი, მაგრამ თხოვენ რომ იცი რა არ გამომაჩინო. იმიტომ რომ აი ვიღაცა შეიძლება რაღაცა გადაღება არ უნდათ, ხო? ხო, ეგ არის ზოგ ხშირია. აი
კიდევ ერთი ძალიან შთამბეჭდავი სურათი და ფრაზა, რომელიც ჩამრჩა ძალიან ტკივნეულად არის, როდესაც 101 წლის უხუცესს ველაპარაკებოდა რაღაცაზე და ძალიან უკმაყოფილო იყო ამ ყველაფრით და მე მეთხოვა რომ შვილო არ გამომაჩინო რომ ის პენსია არ მომიხსნანო, რაცაც ესე ასაკოვან ადამიანს მეკუთვნისო. აი წარმოვიდგინეთ რომ ანუ 100 წლის ზევით ადამიანს კიდევ უფრო მაღალ პენსიას აძლევს. კი, შედარებით მაგალითად აი ესეთი უკუცესი ადამიანის წარმოდგენაშიც კი, ხო? ქართული ოცნება არის ესეთი პარტია, რომელმაც შეიძლება იკადროს და ეს გააკეთოს. იკადროს და 101 წლის ადამიანს პენსია მოუხსნას. და ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამათ რაღაცა შეიძლება შეცვალონ საზოგადოების დამოკიდებულებაზე, ჩემთვის ეგ წარმოუდგენელია რა. ანუ აბსოლუტურად მათი ეს უგულობა აი ამ ფრაზაში და ამ ადამიანის იმაში, მე მგონი ნათელს ფენს ამ ვითარებას რა. ამიტომ ეს არის, კი, არის რეპრესია, არის შიში, მაგრამ არის ცოდნა იმისა, რომ ეს ხალხი არ ვარგა, არის სურვილი იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს და მიუღებლობა არის. ჩვენ ყოველ შემთხვევაში თავისუფლების მედანმა ძალიან დიდი კეთილგანწყობა ვიგრძენით ქუთაისშიც და სხვაგანაც ყველგან სადაც წავედით, სრულად უცნობ ადამიანებს ხვდებოდით, ველაპარაკებოდით, თავისი ინიციატივით მოდიოდნენ ადამიანები. ამიტომ გზა რომელიც გასავლელი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ბანდიტები მოვიცილოთ და ხალხს დაუბრუნდეს ხელისუფლება და ძალაუფლება. გზა არის და მასზე სიარული შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინაღობა, ბარიერი და რისკია, მაგრამ რადგანაც ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რადგანაც დავაარსეთ პოლიტიკური პარტია, რადგანაც გადავდგით და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ პოლიტიკაში და გადავდგეს ნაბეჯი, ამ გზას გავივლით რა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. კი, ძნელი იქნება, შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც ხალმოკლე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად გავივლით. და სხვა გამოსავალი, სხვა შანსი უბრალოდ არ გვაქვს, თუ გვინდა რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ღირსეული მოქალაქეები გვერქვას და არა ის რომ ვიღაცა მათრახი გადაგვიჭიროს და გითხრას აბა ეხა გაჩუმდით და აბა ეხა არ ელაპარაკოთ. ეგრე არ გამო, მაგას არ შევეგუებით. მაგრამ როცა ჩანს რომ თითქოს აი ამ შიშის გამო რაღაც ძალიან დამოკიდებულების გამო რომელიც არის რეგიონებში, ხო, ხა იქ ადგილობრივი ხელისუფლება არის და დამსაქმებელი, მასწავლებელია, ზოგი ბაღში მუშაობს, ნუ სუსიცალკე მუშაობს და ასე შემდეგ. თითქოს ჩანს დაბეჭდილება რომ რეგიონებში აი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ის რა აზრია, ასე ვთქვათ. თუ ადამიანი შენ გეუბნება რომ მომწონხარ ყველაფერი, მაგრამ ვერ გამორჩები, იმ შეიძლება არჩევნებზეც ვერ მოხდეს მე. ხო, ჩვენთვის ეს არის საარჩევნო კამპანია, ეს არის ის როგორც ცხოვრობთ თავისუფლების მოედანი რეალურად. ანუ ჩვენ არ ვაპირებთ რომ რაღაც ეპიზოდურად ვიყოთ სადღაც, რა თბილისში ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ახლოესი თვეები ეგრე ვიცხოვრო, რომ ვიყო ყოველთვის სადღაც და ვიყო რაც შეიძლება ახლოს ჩვენთან ამოქალაქეებთან და ესე უნდა შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პარტია და ჩვენი პოლიტიკური პროგრამა სხვათა შორის, იმიტომ არა ისე რომ სადღაც ოფისში მარტო კონსულტანტებთან ერთად დავწეროთ რაღაც ლამაზი ცნობები, არამედ ადამიანებს მოусმინოთ, გავიგოთ რეალურად რა არის და შევქმნათ ნდობა. და ეს ნდობა მე აჯობებს შიშს. ეხა ჩატეხილია მაინც ხედი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის. რატომ არის, როგორ არის შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ? ამაზეც ვთქვათ ორი სიტყვა, ანუ რატო არ ენდობიან თქვათ პოლიტიკოსები? ჯერ ერთი, ნუ თვითონაც ოპოზიციას. ხო, ნუ რამდენიმე ფაქტორია ნდობის მე მგონი. ერთი არის რომ ვიღაცებს გააჩნია პოლიტიკოს, ხო, სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს. ვიღაცებს არ შეიძლება არ ენდობოდნენ მათი წარსულის გამო, ვიღაცებს შეიძლება არ ენდობოდნენ, იმიტომ რომ ნაკლებად იცნობენ და ასე შემდეგ, სხვადასხვა ფაქტორი. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება იმაში, რომ ამ ქვეყანაში, რომ ქართული ოცნება არ არის ბედისწერა რა. ეს არ არის რაღაცა, რომელიც აი დაგვემართა, ეს უბედურება და აღარ დამთავრდება რა. შეიძლება ესე ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის დაუსრულებელი კოშმარი, მაგრამ აუცილებლად გავიღვიძებთ. და მოვიცილებთ ამას რა. ამაზე გასაკეთებლად ჩვენ გვჭირდება ამ ნდობის აღდგენა და ნდობა ხა ჩვენ მივდივართ და ადამიანებს ვესაუბრებით, ხვდებით, უშუალოდ არ გვეზარება ლაპარაკობთ, მე ვუბრუნდებით ამ ადამიანებს და არ დავტოვებ და მარტო წინა საარჩევნო კამპანიის დროს კი ხوار უნდა წახვიდე რა მართლა რა და მე ეკითხო რა რამდენარია ეს ქუთაისში რომ ჩაბოდეს რა. ეგეთ რამეს თუ გააკეთებ, რანდობაზია ლაპარაკი, ხო? საერთოდ ხო და ეს ის, მაგრამ ნუ თითქოს ეს ჩანს რომ საქართველოში ამომრჩეველი კლასიკური გაგებით არის მხოლოდ დედაქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთან დიდ ქალაქებში და
იმის იქეთ რთულია ძალიან რთულია რაღაც თქვა რთულია იმიტომაც რომ გარღვევა რაღაც შიში იქნება დამოკიდებულება ხელისუფლებას და ასე შემდეგ რთულია მაგრამ არა შეუძლებელი გასაგებია რომ დიდ ქალაქებში რადგანაც ნაკლებია დამოკიდებულება სახელმწიფოზე და ადამიანების თქვა კერძო კომპანიებში მეტი რაოდენობა მუშაობს და შემოსავლის შედარებით დივერსიფიცირებული წყარო აქვს ამიტომ უფრო თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება მაგრამ სხვაგანაც ჩემი აზრით მოხდება გარდატეხა, მაგრამ ამას სჭირდება ხანგრძლივი და ძალიან ფუნდამენტური დობის მშენებლობა. ეხლა ის რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ქონდათ სათანადოდ ეგ მხარე განვითარებული, შეიძლება ეს იყოს მათი სუბიექტური რაღაციდან გამოწვეული, ობიექტური რაღაცებიც არის. ძალიან ძნელია, ძალიან რთული. ჩვენ ეხლა ვაგროვებთ თანხებს, მაგალითად, შემოწირულობებს მოუწოდეთ მოქალაქეებს, რომ შემოგწირონ თანხები, რომ აჭარის მსგავსი კამპანია გავაკეთოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირადღირებული ეს მოგზაურობა, წასვლა, იქ ცხოვრება. ერთი ეგ არის პულიც ისა რომ პული არ აქვს რეგიონებში მოგზაურობა. კი, მაგრამ აი ჩვენ მაგალითად ძალიან მიხარია მე რომ აი ხა გამოქვეყნდა ბოლო მონაცემები, ბოლო კვარტალის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და თავისუფლების მოედანს იმ მონაცემებით რაც გამოქვეყნდა ოფიციალურად ყველაზე მეტი შემომწირველი გვყავს ამ კვარტალში. ანუ ჩვეულებრივი ადამიანები ქცევენ. არა რაღაც ბიზნესიდან. კი, აი ჩვეულებრივი ადამიანები და ეს ჩემთვის არის მართლა დიდი და მზარდინდობის მაჩვენებელი და ეს მნიშვნელოვანია, ეს უნდა გადაიღვაროს სხვაგანაც და ამას ვაკეთებ. ან ხო ეს კულტურა ჩვენთან არ არის, ხო? ხა ადამიანები ხა პოლიტიკურ პარტიებს იშვიათად სწირავენ. კი, და მე ძალიან მიხარია. ძირითადად სხვილ ბიზნესმენებს ნახულობენ ან დონორებს, დამფინანსებელებს და ასე. ხო და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ინდიკატორია. ეხლა აღარ არის შესაძლებლობა რაც ადრე იყო, რომ ბევრი კვლევები კეთდებოდეს და გიჩვენებდეს ამას ზომავდე, მაგრამ შემომწირვე ხა თან ამ პირობებში, როდესაც ადამიანი რო პარტიას წირავ იცი რომ შენი სახელი ფიქსირდება და საჯაროა გამოქვეყნდება ხო ამას რო აკეთებ ხო და ათეულობით ადამიანი რო აკეთებს ამას თქო ბოლო კვარტალში 40-ზე მეტი შემომწირველი გვყავს ჩვენ რა ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ყოფილა ვინმე ვისაც უთქვამს რომ შემოგწირავ მაგრამ არ მინდა რომ გამოჩნდეს ჩემს აი გაგზალულია და ვიცი რომ აკზალულია მაგრამ ადამიანებს თუ ქონიათ ასეთი მოთხოვნა კი და ნუ არ შეიძლება კი მაგრამ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენ ეხლა მე ვერ დავასახელებ სახელებს მაგრამ ასეთი შემთხვევაც ქონდა რომ მაგალითად 700 ლარი ჩაგვირიცხა ადამიანმა საკუთარი საპენსიო დანაზოგიდან და რაღაცა ხარვეზე იყო მოგვიწია დაბრუნება და ძალიან ეწყინა ეს რომ რატომ აკეთებთ ამას და ნუ მე აუხსენეთ და მაგრამ აი ეს მაგალითები ჩემთვის აჩვენებს იმას რომ სწორ გზაზე ვართ მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს. ლევან ცუცქირიძე იყო ჩვენი სტუმარი, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ერთ-ერთი. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში გადავისაუბრებთ უკვე ირანის თემაზე, კონფლიქტზე ირანში. ბუნებრივია, იცით რომ რა ხდება ირანის მმართველი დონალდ ტრამპის მუქარაც მოისმინე და ნახავდით, მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასოდეს დაბრუნდებაო. არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდებაო დაწერა ტრამპმა. თუმცა ახლა როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს. ვინ იცის, ამას ამაღამ გავიგებთ. ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხიო წერს ტრამპი, თუმცა ასევე გითხარით რომ მანამდე დასაწყისში ის დაიმუქრა მთელი ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, ცივილიზაცია დასრულდებაო, თქვა და რა მოხდება ამაღამ არ არის ის ტრამპის მხრიდან ბევრი, ასე ვთქვათ, მუქარა იყო, ბევრი ულტიმატუმი და ბოლოვა და რომელიც ჩვენ ნახეთ რომელიც გადაიდო ირანის რეჟიმი კი უკან არიხევს თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება ამის შესახებ განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ავრცელებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებით წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონებიდან ნავთობის მიღებას წლების განმავლობაში ვერ შეძლებენ განცხადებაში აღნიშნულა რომ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი საპასუხო დარტყმებისას მიზანში რეგიონში არსებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას ამოიღებს ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ რომ კეთილმეზობლობის გამო დღემდე დიდ თავშეკავებას ვიჩენდით და საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეებს სიფრთხილით ვარჩევდით თუმცა უკვე ყველა ეს თავშეკავება მოხსნილიაო ნათქვამია განცხადებაში Wall Street Journal აქვეყნებს ბოლო ცნობებს ამ თემაზე ირანის მთელი ცივილიზაციის განადგურებაზე ტრამპის მუქარის გამო ირანი აშშ-თან პირდაპირ დიპლომატიურ კავშირს წყვეტს
ამის შესახებ ორსეთ ჟურნალმა დაწერა, როგორც იცით, წყაროების ინფორმაციით ამნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის ძალისხმევები, თუმცა ამავდროულად ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გრძელდება. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, კავშირების გაწყვეტით ირანი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნას გეგმავდა. ამ მომენტისთვის უცნობია აღდგება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე სამშაბათი 20:00 ეს არის ეს დადგენილი ვადა. მოკლედ რა მოხდება ირანში, ჩვენს რეგიონში, რა ვითარება შეიძლება შეიქმნას, როგორი აქვს საქართველოს როლი, ამ თემებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. გიორგი ანთაძე, ინიციატივა ჯერ საქართველოსთან დაფუძნებელი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. პირველ რიგში რას ველოდებით ამაღალ? მოდი თქვენ დავიწყოთ. კი ბატონო, ზუსტად მოვიცოდე ხა. რა იქნება ამაღამ დარწმუნებული ვარ ამ ინფორმაციას ფასდაუდებელი ფასი ექნებოდა. თუმცა მესმის რომ ხა აბსოლუტურად ყველა განსაკუთრებულ მოლოდინში არის საინფორმაციო სივრცეში ირანთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, არა მარტო ქართულ მედიაში თვალი რომ მივადევნოთ ხა რაც ხდება, ყველა აი ამ 24 საათს უყურებს, როგორც იმ სასტარტო წერტილს, რომელმაც ეს კონფლიქტი ფაქტობრივად, თვისობრივად შემდეგ ეტაპზე უნდა გადაიყონოს წესით. იქიდან გამომდინარე, რასაც დონალდ ტრამპი და ზოგადად ამერიკული მხარე გვეუბნება, ხო? და არსობრივადაც სხვა ვარიანტი არ არსებობს, ან განმაზოგადოთ, გამომარტივოთ ჩვენ მაყურებელს ახმა, ან უკან უნდა დაიწყოს დახევა პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანუ რაღაცა გამოსვლის გეგმა ეძებოს, უკანაკარი იპოვოს, ან კიდე ესკალაციის შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს. ის რამაც შეიძლება ახსნას ეს ტრამპის სიტყვები ცივილიზაციის განადგურებაზე. რა თქმა უნდა, ხა ამ სიტყვების შეფასება სერიოზული ვერ იქნება. ირანული ცივილიზაცია და სპარსული ცივილიზაცია მე მგონი ისეთივე ძველი არის, როგორც კაცობრიობა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ხა რა თქმა უნდა, ცივილიზაციურ დარტყმაზე საუბარი ცოტა გადამეტებულია, თუმცა რისკები რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლავს, მე მგონია სწორედ შეიძლება არასათანადო შეფასებას გულისხმობდეს ზუსტად იმ ცივილიზაციის, ვის წინააღმდეგადაც არის ჩართული დონალდ ტრამპი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ღრმად რელიგიური და იდეოლოგიურ საფუძველზე დევს და მე დარწმუნებული ვარ, მინიმალურზე მინიმალურია იმის შანსი, რომ ირანმა უკან დაიხიოს ეს მის ეგზისტენციურ ღერს. ტრამპი ამბობს, რომ მათი გონიერების იმედი მაქვსო და ამის იმედი თვალს. მათი გონიერება არ არის დასავლური გაგებით პრაგმატიზმი, რომელსაც დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი პოლიტიკოსი შეიძლება გულისხმობდეს, ესმოდეს როგორც ბუნებრივი, იმიტომ რომ რეჟიმის ბუნება არის აბსოლუტურად განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას. პრინციპში ირანი როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე ფაქტობრივად უნიკალური არის. მე ესეთ პირდაპირ ანალოგიას ვერ გავაკეთებდი ვერცერთ სხვა სახელმწიფოსთან, არ ვიცი, აი ბატონი კახა თუ დამეხმარება, რომელსაც ამხელა წონა აქვს, ამდენი რესურსი აქვს და თვისობრივად და ბუნებშინაარსობრივად ისეთი ტიპის სახელმწიფო, როგორც ირანი არის. ამიტომ მთელი ეს 47 წლიანი მმართველობა დგას იმ ღერძზე, რომ ეს არის აი ეს აითოლების სულიერი, ასე თქვათ, იმით რეჟიმი, კლანური მმართველობა კი ბატონო, მაგრამ ძალიან რელიგიურად ეგზალტირებული. აქედან გამომდინარე, სისუსტის ჩვენება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება და ყოველთვის ეწინააღმდეგება და ჩვენ ისტორიული მაგალითებიც გვაქვს, ირანის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები, ყოველთვის კომპრომისი იყო, ძალიან ესე თქვი, განსაკუთრებულ ვითარებაში ახსნილი, მათ შორის საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ ესა თუ ის ნაბიჯი რატო გადაიდგმებოდა, რატო შეიძლება და გარიგებაზე წასულიყვნენ სატანა, ასე თქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ახსენებდნენ ხოლმე თავის დროზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც პრინციპში ძალიან დიდი რისკის შემცველი იქნება სისუსტის ჩვენება ირანის მხრიდან, მე მგონი, რომ რეჟიმის თვალსაზრისით. ამიტომ მე მგონი ესენი თავიდანვე მე არაერთხელ ამ სტუდიაში მithქვას, რომ ფსონი არის დადებული ესკალაციაზე, იმაზე, რომ ხანგრძლივი ომი ამერიკისთვის პოლიტიკურად სხვა საფასური არის ირანისთვის. ეს არის მისაღები ის, რომ ირანი თავის დანაკარგებს, მოსახლეობის დანაკარგებს, ადამიანთა დანაკარგებს არაფრად არ აგდებს.
ეს ჩვენ უშუალოდ ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც ვნახეთ 1000-ობით ადამიანი ფაქტობრივად შეეწირა ამ რეჟიმის ხედვებს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ცალსახად ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ. თუ დაიწყო ეს ესკალაცია, რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს, ძნელი სათქმელია, იმიტომ რისკები არის ძალიან მაღალი და არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი აწონილია სათანადოდ ამერიკის შეერთებული შტატების. ეს მართლა საინტერესო საკითხია, რომ აწონის დაწონის გარეშე დაიწყეს ამ ყველა ოპერაცია თავის დროზე, რა ვიცი, აშშ-მ ისრაელმა. თქვენ რას ფიქრობთ, რას ველოდებით ამავე? კი, ну, ალბათ მართლა მე გამიხარდა, რომ პირველი არ დავიწყე მართლა, იმიტომ რომ იმდენად ძნელია რამის პროგნოზირება ამ სიტუაციაში და შემიძლია თქვა, რომ ესეთი სიტუაცია მართლა მე არ მახსოვს არასდროს. ერაყში შეჭრა მახსოვს, შეერთებული შტატების ორჯერ, ქუვეითისგან თავისუფლება იყო 90-იან წლებში და დასაწყისში და შემდეგ ავღანეთში შეჭრა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად დაიგეგმა ეს ოპერაციები, საკმაოდ და წინაპირობები ისეთი არ ქონდა, რომ რაღაც დიდი ხნის განმავლობაში შეემზადებოდნენ და რაღაცა ძალიან ჩანდა კარგად ლოგიკა, მიზანი, რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა დასრულდეს. ნუ შემდეგი შეიძლება ეტაპები უკვე ცოტა, როცა პოლიტიკურიში გადავიდა, ვთქვათ, ეს საკითხი უკვე ცოტა მოისუსტა ამერიკამ და მთლიანად დასავლეთმა იმაში, რომ მაგალითად დემოკრატიზაციის იმედიც ჰქონდათ და რის აფრთხილებდნენ, ხანტინგტონი აფრთხილებდა, რომ შეუძლებელია დემოკრატიზაცია და ცივილიზაციის შეცვლა ესე ძალით შეუძლებელია და ეს უნდათ ავღანეთში და ერაყში და ეს მოხდა. ეხლა ირანში წინაპირობები უფრო იყო კიდე ცივილიზაციური ცვლილების, იმიტომ რომ ძალიან ბევრია უკმაყოფილება და ჩვენ ვნახეთ, რომ უზარმაზარი გამოსვლები იყო და ხალხს არც ეშინოდა, ტყუების ქვეშ გამოდიოდა ხალხი. ესე იგი, იმდენად პოლიტიკურად ერი გახლეჩილია და ამავე დროს არის დიდი ნაწილი, რომელიც მზად არის დემოკრატიული ცვლილებისთვის. დასავლეთშიც და მსოფლიოშიც ყავთ დიასპორა ძალიან დიდი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ცვლილებას. ამიტომ აქ ამ კონტექსტში პოლიტიკურად შეიძლება ირანში უფრო მარტივი ის იყო, როქე გარემო, ვიდრე ერაყში და ავღანეთში. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი საით ეს ინტერვენცია თვითონ იყო გაუმართლებელიც და მოუმზადებელიც. გაუმართლებელი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვიყავი მე თქვენთან შეხვედრა, როცა ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ დაიწყებს თუ არა ომს ამერიკა, ესე ვთქვათ, მე მაშინ ძალიან დიდ დაჭერას გამოვთხოვდი, რომ დაიწყებს ომს, რატო? იმიტომ რომ არ იყო მზად იმისთვის, რომ შეჭრილიყო ირანში. ანუ იქ საუბარი იყო იმაზე, დაეხმარება თუ არა დემოკრატიულ ოპოზიციას, ამაზე იდგა საკითხი და არა იმაზე, რომ უბრალოდ დაბომბავს და იქ ატომური იარაღის იმებს გაუნადგურებს და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ არა. საუბარი იყო იმაზე, რომ აი დაეხმარება თუ არა ირანში პოლიტიკურ ცვლილებებში ამერიკა, ანუ და ამისთვის ის არ ემზადებოდა არანაირი ეს თქვა სახმელეთო ჯარი მობილიზებული არ ყოფილა 200-300,000 როგორც ერაყში შეჭრის დროს მაგალითად. ამიტომ ეს იყო შეუძლებელი, მაგრამ ნუ დაბომბვა იყო ყოველთვის შესაძლებელი და რა გააკეთეს, უბრალოდ მასიური დაბომბვა, რომელიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, რომ არ არის მომცემი შედეგის და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაანადგურეს ელიტა. რატო? იმიტომ რომ ის ელიტა, რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო და რაც არ უნდა ყოფილიყო, შეიძლება ვთქვათ, ნაცი სადისტური არა, ვიტყვი რომ უბრალოდ თავისი მოსახლეობისთვის ყოფილიყო ესეთი ნამდვილად არადემოკრატიული და ყველანაირად გაუმართლებელი იყო მათი მართლობა, რეპრესიული ვთქვათ, ხო კიდე ერთი სიტყვა, მაგრამ ვერ გავიხსენე, არა უშავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იყო იმათი კანონებით ლეგიტიმური. და ისინი აცნობიერებდნენ, ის ელიტა აცნობიერებდა თავიანთ, ესე ვთქვათ, მანდატს, რომელიც მისცეს. ეხლა ვინ მართავს ირანს? თვითონ ტრამპმა თქვა, რომ არავინ არ ვიცითო ვინ მართავს. ანუ ეხლა არის ხალხი იქ, რომელიც არის უბრალოდ გაბრაზებული, რომელსაც უნდა დაუმტკიცოს ერთმანეთს, რომ არიან ძალიან მაგრები, რომ არაფრის არ ეშინიათ, რომ ისინი იარაღით უნდა დაუმტკიცოს ხალხს, რომ არის ლეგიტიმური. და თორე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. ხო, ელიტა მოისმო, არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა, ნუ რაღაც ვიღაც აირჩიეს, ისიც არ ჩანს, ხო, აეთოლას მაგივრად, ხამეინის მაგივრად, ხო, მისი შვილი, მაგრამ რომელიც არ ჩანს.
და საბოლოო ჯამში ეხლა ეს მართლობა, რომელიც ირანში არის მართლობა ქვია თუ რა ქვია, ეს არის რაღაც ჯგუფი ხო, თუმცა ტრამპი ამბობს, ესენი უფრო რეალურად უყურებენო სიტუაციას, რომ ტრამპის უამას უსვამს ხალხს. თუ ესეა, რატო ნერვიულობს ამდენს ტრამპი? მე მგონია, აქ ხდება ესეთი რაღაცა, რომ მომლაპარაკებელიც კი არ არის, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც არიან მზად იბრძოლონ, არანაირ პასუხისმგებლობას არ ატარებენ, იმიტომ რომ რაც ჩანან, არავინ არ იცნობს ვინ არიან, ხო? ანუ შეუძლიათ თქვა, რომ არა, ჩვენ კი ბატონო, შემოვიდეს ჯარი, შემოვიდეს. ჩვენ გავიხიზნებით ტყეში და იმაში, მთებში. ეხლა წარმოიდგინეთ, იმდენი რაკეტები აქვთ გადამალული იმაში, გადამალული ქონდათ. სულსაცანოვაგე არ ექნებათ, ან ლოგისტიკური რაღაც საკითხები არ ექნებათ გათვლილი, ირანელებს ექნებათ ეგ ზუსტად. ნებისმიერი სახის პარტიზანული ომისთვის არიან მზად და ამას უწევს ხელისუფლება. მოკლედ, მე პესიმისტური სურათი დავხატე ამ კონტექსტში. ეს ტრამპის განცხადებაც, რომ თქვა, რომ ჩვენ მე ეხლა ქვის ხანაში დაუბრუნებ ირანსო, არ ამგონია, რომ ამან დადებითად ითამაშოს რაღაცა ესე ვთქვათ, ირანელიერი, რომელიც გაყოფილი იყო, შეიძლება ეხლა შეიკრას ამის გამო. იმიტომ რომ ვინ არის უფრო დიდი მტერიის, ვინც ვთქვათ რეპრესიებს ატარებდა და ასე შემდეგ, თუ საბოლოო ჯამში ის ვინც ცივილიზაციის განადგურებით ემუქრება და საერთოდ ყველაფერი. თუ ტრამპი დღეს დაბომბავს მთლიანად თელ აი ამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, სადაც იყო საუბარი, ხო, საუბარი კუნძულზე, სადაც ავტობუსები. არა, კუნძული ეს მინიმალური. კუნძულის გამო ის ირანს ვერ დააჩოქებს. შეუძლებელია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში წარმოდიეთ ავღანეთში რამდენი ხანი იბრძოდნენ იმისთვის, რომ კონტროლი დაემყარებიათ. ამ დროს სად ავღანელების ორგანიზება და სად ირანელების, ესე ვთქვათ, აი ესა, ინსტიტუციური გამოცდილება და ორგანიზებულობის დონე. არ ამგონია და როგორ ემზადებოდა ირანი ყველაფერ ამისთვის და ავღანელები არასდროს არ ემზადებოდნენ. იყვნენ მომთაბარე რაღაც ესე ვთქვათ ისინი ტომები, რომლებიც კი ბატონო იარაღი მთელი ცხოვრება და საუკუნეების განმავლობაში ეჭირათ ხელში, მაგრამ რაღაც სტრატეგიული ხედვა რა უნდა და საითმიდიან არასდროს არ ქონიათ. ამიტომ მე მეპარება ეჭვირო საბოლოო ჯამში ესე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ტრამპს ალბათ გადააფიქრებინებენ ესეთ შეიძლება იმის გამო რომ არ გატეხოს სიტყვა რაღაც მტკივნეული დარტყმები სადღაც მიაყენოს, მაგრამ თლიანად რომ მთელი ირანის ეს ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, იმის ხიდები ყველა შეიძლება 2-3 ხიდი სადღაც გაანადგუროს, კი ბატონო. უკვე დაწყებულია ხიდები. ხო, კი ბატონო, ერთი ხიდი უკვე 5-6 ხიდი ისრაელმა გაადასტურა. კი ბატონო, რაღაც ხიდები შეიძლება გაანადგუროს, მაგრამ არ ამგონია რომ ეს სოციალურ უკმაყოფილებას რაც გამოიწვევს, აი ესეთი რაღაც გააკეთოს. და ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე რომ საბოლოო ჯამში, ესე იგი, აი თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მე კი არა, მე ვერ ვნახე ვერც ერთი ექსპერტი, ვერც ერთი პოლიტიკოსი, მთელი ევროპა მაგაზე ლაპარაკობს, მაკრონიდან დაწყებული იმით, რომ სტრატეგიული მიზანი ამ ომის, რომელიც დაიწყო, არ ჩანდა. ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება და ყოფილიყო რეჟიმის შეცვლა, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის ძალიან სასტიკი თავისი მოსახლეობის მიმართ და მხარდაჭერა აჯანყებულების, მაგრამ რეალურად ტრამპის ლაპარაკიდან გამოდის და მისი მოქმედებებიდან გამოდის, რომ ის აბსოლუტურად არ ზრუნავს იმაზე, რომ სადღაც სასტიკი რეჟიმის შეცვალოს. მას უნდა უბრალოდ ლოიალური რეჟიმი ყავდეს ნებისმიერ ქვეყანაში და აი ეს მიზნები ევროპისთვის მიუღებელია, თუ ესეთი მიზანი არის, მაგრამ არც ეს არა ჩანს, რომ ეს სტრატეგიული მიზანი იყოს და რეალურად დასრულდება. კიდევ ერთხელ აჩვენა ეს განხეთქილება ევროპასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ხო, ჩვენ ნახეთ, რომ რაღაც ნატოდან გამოსვლითაც კი იმუქრება, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ამდენად რეალურად, ანუ ამ ომმა შეიძლება ეს შედეგი მოიტანოს, რომ კიდევ უფრო გაჩნდეს დიდი ბზარი. სანამ მაგას უპასუხებ, ევროპასა და ამერიკაში. ერთ რაღაცასაც ვიტყოდი, ტრამპი ხშირად იმასაც ამბობს ხოლმე, რომ ძალიან კარგი იქნება ირანული ნავთობის დაუფლება. რაც გულისხმობს შესაძლო არის მათ შორის ჰორმუზის უთხრეს გაკონტროლებას. ამიტომ ბოლომდე არ უნდა გამორიცხო, იწყებოდა რაღაც მიზეზი და ყოველთვის იყო ეჭვი, რომ აი ამერიკას ნავთობი უნდა და ამიტომ დაიწყო. იმიტომ კი არა ნავთობის გამო დაიწყო და ეხლა ტრამპი დაბიძახეს ნავთობი. ესე თქმა მინდა, იცი რომ ჰორმუზის თუ ამ ნაბის გადადგავენ, გარისკავენ და წავა ესკალაციის ეს დონე დაბომბები ენერგეტიკული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, ეს იმიტომ რომ ყარი რეჟიმის პირობებში ჰორმუზის სრუტის გაკონტროლება იქნება უკიდურესად რთული ამოცანა. თუ სამხედროებს ეს ამოცანა დაუსახა და იქ გარკვეული სპეცოპერაციის ჩატარება უნდათ სახმელეთო კომპონენტის გამოყენებით, მაშინ მისი ყველაზე დამხმარე
შეიძლება მათი გადმოსახედიდან იყოს მაქსიმალური არეულობა ირანში, რაც შეიძლება გათვლა კონდეთ. ონც ეს უნდა გამოიწვიოს ამ დარტყმამ. არ არის კიდევ ფაქტი, რაზეც ვისაუბრეთ. ეს შედეგი დადგება თუ არა? ანუ ამის დამხმარე ოპერაცია იყოს აი ეს ქვის ხანაში დაბრუნების ცდელობა იმისათვის, რომ ჰორმუზს ვერ მოიცალონ, ისე აირიოს შიგნით სიტუაცია და საბოლოო ჯამში ამ ნავთობის ამ ნაკადის დამსრუტის ბატონ პატრონი ჭყალებში რაღაცა დროით ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს, რაც პირდაპირ მერე ბერკეტი არის ჩინეთთან კონტექსტში, ხო? საბოლოო ნიშნით ამ იმის გაკონტროლება სწორედ ამერიკა-ჩინეთის ასე თქვა დაპირისპირების წილში უნდა დავინახოთ. ამიტომ ამ რისკს მაინც დავტოვებდი, რომ შეიძლება ესეთი კალკულაცია ვიღაცებს კონდეთ თავში, როგორ განვითარდება, ახლა მე ბუნებრივი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც ვერსია, ჩემი საზრით აუცილებლად მაგიდაზე უნდა იდოს. რაც შეეხება სანდოობას ამერიკის შეერთებული შტატების, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ციომის დასრულების მერე დასავლური ცივილიზაცია როგორც კრებსითი ესეთ პოლიტიკურ ჭრილში გულისხმობ, ესეთი გათიშული და ესეთი პრობლემები მქონი აქამდე არ ყოფილა, მუდმივად იყო გარკვეული უთანხმოებები მათ შორის დიდო სამხედრო ოპერაციებზე, შავი ვერახთან დაკავშირებით, მეორე ომში ასე შემდეგ ბევრ საკითხზე, მაგრამ რეალურად ეხა ძალიან ბევრი ნაკადია და თემაა დაგროვილი, რაც აი განხეთქილებას იწვევს და თუ ამერიკა ამ ომიდან ცუდად გამოვიდა, მის იმიჯი, მისი ეს რა თქვა credibility რასაც ქვია, ხო, აი ეს ნდობა. ხო, ნდობა. ეს ყველაფერი ბუნებრივია, ძალიან ნეგატიური დარტყმის ქვეშ მოხდება. ნატოდან გამოსვლას ამდენად. ნატოდან გამოსვლას მე არ ვიცი ახლა არაფერს გამოვიწყო ამ თემაში, მაგრამ მე არ მგონია მაინც ფორმალურად ვერ გამოვა. ხო, ესე ვერ გამოვა ფორმალური თვალსაზრისით, მაინც ორი მხარეს ასე ვთქვათ, ბევრი ბენეფიტი აქვს ჯერ კიდევ ალიანსის არსებობას ამ ფორმით და მის წევრობას და ასე შემდეგ. თუმცა აი მართლა დასავლურ ნახევარსფეროში ჩაკეტვის წინაპირობა შეიძლება გახდეს ირანში წარუმატებლობა. ხო, საინტერესო თემაა, რომ იმით დაიწყეს, რომ რაღაცა მონროს დოქტრინა დასავლეთ ნახევარსფერო და ეხლა ირანში ომში აღმოჩნდა. აბსოლუტური ნონსენსია. ანუ წინა ადმინისტრაციას აკრიტიკებდნენ, რომ აი მარტო ჩვენ ნახევარსფეროს უნდა მივხედოთ და იქეთ არაფერი არ გვესწრება. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ჯდება ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში, ამაზე აქაც მე მისაუბრია მე ის რომ რესურსებზე ანუ მთელი დასავლურ ნახევარსფეროს დიდ რესურსებზე ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები გაიწიოს. იმიტომ რომ თუ და მას ეს სახელმწიფო დარჩეს თანამედროვე ეკონომიკურ ტექნოლოგიურ სამყაროში, მას ეს კრიტიკული მინერალები, ენერგეტიკული რესურსები, ბევრი რაღაცა ჭირდება, რომელიც გაშვებული აქვს ხელიდან ამ ეტაპისთვის დიდწილად. და ეს ვაკუუმი რაღაც პერიოდი ჩინეთმა ძალიან კარგად აითვისა გეოგრაფიულად ძალიან ბევრ ადგილას, მათ შორის ლათინურ ამერიკაში და ასე შემდეგ. ანუ აი რუსებს რო პრაზავთ, ხო, წინ არასტაც უპუშენა რაღაცა ესეთი ნავერსტაც, ხო, აი რაღაც ესეც ცდილობს რა. რაღაც ესეც ცდილობს და მე მგონი ეს პოლიტიკა მათ შორის ადმინისტრაციის შეცვლის პირობებშიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ობიექტური მოთხოვნილება ამერიკას თუ უნდა რომ დარჩეს რა ქვია მზე სახელმწიფოდ და ყველა კლის კომპონენტი მას ქონდეს და ჩინეთთან აი კონკურენციაში იყოს თანაბრად, რასაც მუდმივად ხას უსვამენ სტრატეგიულ დოკუმენტებში ეს იდეოლოგები, ვინც ტრამპის გუნდში არის, ეს ნაბიჯები გადასადგმელია, მაგრამ აი უშუალოდ ირანის კონტექსტი ხო არის, ანუ უბრალოდ მაღალი ფსონი ძალიან და მაღალი რისკები შემცველი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თუ დასავლეთ ისტორიულად დასავლურ იმპერიებს ესეც რიცხვი და სახელმწიფოებს პრობლემები ექნებოდათ აღმოსავლეთთან მიმართებაში იყო არასწორი შეფასების ან დაუფასებლობის მოწინააღმდეგის შედეგი ხოლმე, ამიტომ რა ვიცი, ბოლომდე ხანდახან იმეც ვიტოვებ, რომ სამხედროები მაინც რაციონალს შეიტანენ, მაგრამ აქაც საკადრო პოლიტიკას ვხედავთ, რომ ვიღაცებს უშვებენ უბრალოდ ჯარიდანაც რა, მაღალი რანგის 4-5 კაცი არის უკვე გაშვებული, მათ შორის რაც პრეზიდენტია. როგორც ამბობენ და არ ვიცი, აი კომპლექსური საკითხი არის ამერიკის ეს ქცევა, ძალიან ბევრი მათ შორის შიდა საკითხსაც უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციას და ნახოთ, ცალსახად ჩვენ შეგვიძლია ეს მაყურებელს უთხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, როგორც კონფლიქტის თვალსაზრისით, ისე შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისითაც აი სამყარო ძალიან ახლებურ ეტაპზე შედის და ახლებურ თამაშს ამაზე საუბრობ, ხო, ეს ახლებურ გადანაწილება ევროპის ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ამ კონტექსტში მინდა აუცილებლად განვიხილო,
მოახლებული არჩევნები უნგრეთში და იქ ჯედივენსის ვიზიტი ჩასვლა. ანუ წარმოიდგინეთ ახლა როგორი სიტუაცია გვაქვს, ორბანს ხარს უჭერს აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ხო. ანუ ორბანს, რომელიც ფაქტობრივად ევროკავშირის არის რაღაც ეკალი ასე ვთქვათ. ლოგიკურია. და რა ვითარება მივიღეთ ახლა აქ ერთ ეგ ადამიანს უჭერენ ხარს, ანუ ევროპის წინააღმდეგ ერთად გამოდიან ამერიკა და ევროკავშირის წინააღმდეგ ამერიკა და რუსეთი. ნუ ეს კიდევ ერთხელ ხო თუ ჩემთან გავდოდი ხო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს უკვე ესეთი მკაფიო დაყოფა დასავლეთი და აღმოსავლეთი და მესამე სამყარო და დასავლეთი ვთქვათ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ იყოფა უბრალოდ ავტორიტარული და დემოკრატიული მიმართულებების ესე ვთქვათ საზოგადოებების მიხედვით სამყარო და ამერიკა მიუხედავად იმისა, რომ ხა რა თქმა უნდა დემოკრატიის აკვანია შეიძლება ვთქვათ ნუ დაახლოებით მიუხედავად ამისა არის გახლეჩილი. ამ მომენტში არის გახლეჩილი და ის ნაწილი, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია ამერიკაში, ცდილობს მიაკედლოს ეს ამხელა დემოკრატიის იმის ქვეყანა ავტორიტარულ სამყაროს. ანუ ეძებდა ტრამპი ურთიერთობას ჩინეთთანაც, ეგრე არ არის მარტივად, რომ ჩინეთს კი უნდა დომინირება, მაგრამ ამავე დროს დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა აგერ დასავლეთ ლაპარაკობ დასავლეთის იმაზე, ხო? დასავლეთ ნახევარსფეროში მის დომინაციაზე. სულ არ აპირებს იქ დემოკრატიის მხარდაჭერას, როგორც გამოჩნდა, თორე იქ დემოკრატიული ძალები ჭარბობდნენ იმაში ვენესუელაში. შეიძლება და ძალიან მარტივად იძულება ვენესუელის, რომ ჩაეტარებინათ ახალი არჩევნები, მაგრამ არჩია რომ რაღაც რეჟიმი ყავდეს ზუსტად ისეთივე ავტორიტარული, როგორც ის თვითთავად ოცნებობს და არა მარტო როგორც ჩანს ტრამპი, არამედ მთელი მისი გუნდი და აქვე აღმოჩნდა ესე ვთქვათ ვენსი და რუბიო არ იყო ესეთი და არ არის შინაგანად ესეთი აშკარად ჩანს, მაგრამ უფრო მეც თამაშობს კიდე, რომ ესეც თამაშობს ისეთივეს, როგორც ტრამპია, რომ როგორც უცხო ელემენტი არ გარიყონ იქიდან და საბოლოო ჯამში ეს გუნდი რას ცდილობს? ეს გუნდი ცდილობს, რომ დაამარცხოს ლიბერალიზმი სოფლიოში. ეს ლიბერალიზმის გინება მარტო ჩვენთან კი არ არის. შეერთებულ შტატებში, ყველგან არის, გერმანიაშიც არის, ხა AfD რო არის, ხო სულ ლიბერალიზმის გინებაში არიან. და რა ხდება ხა ევროპას უყურებენ ესენი როგორც საფრთხეს ამ მომენტში, ამ კონტექსტში. ევროპული ცივილიზაცია არის დემოკრატიული, იქ იშვიათია, რომ აი უნგრეთში ხდება ეს, მაგრამ 16 წელია უკვე ორბანი ხელისუფლებაში. თორე სხვაგან თქვენ ვერ ნახავთ ეგეთ სიტუაციას, რომ ხელისუფლებაში ერთი და იგივე პარტია იყოს 10 წელიწადზე მეტი ყოველ შემთხვევაში, ხო? საქართველოს. არა, ევროპაში ვამბობ, ხო? საქართველოს რამდენად პოლიტიკურად ევროპა უნდა დავამტკიცოთ ჯერ კიდევ, ხო? ხო, ნუ გასაგებია. კი ბატონო. ხო და აი ეს სიტუაცია, რომელიც ახლა შეიქმნა, გადამწყვეტი მომენტი არის ახლა ორბანში ისინი ხედავენ რაღაც თავის დასაქმნას ევროპაში. ხო, აი რატო ამ სალსახად გამოდის, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ არიან? ევროკავშირის დაშლა. არ მართლობენ მაგას ფლანგის წარმომადგენლები, ტექნოკრატები პირდაპირ იძახიან. ეს ევროპული რეგულაციები, ეს უკვე მატერიალური ინტერესებსაც უკავშირდება ამ დიდი კორპორაციების, ხო? კი ბატონო. რომელიც ევროპაში სულ ზღუდავს რეგულაციებს უწესებს, ასე შემდეგ. ბევრი ინტერესი არის ერთად. ხო და საბოლოო ჯამში რა გამოდის ახლა უნგრეთი არის რაღაც ფოლტლაინი, ანუ გამყოფი რაღაც ისას ხაზი აი ამ ავტორიტარულ სამყაროსა და დემოკრატიას თვითავად უნგრეთიც ხო არ არის რა ერთიანი ის არ არის სულად ავტორიტარული და უნგრეთში წდება რაღაც ბედი ევროპაში გაიმარჯვებს თუ არა იგივე ესე ვთქვათ იდეოლოგია რომლის მომხრეც არის ტრამპი ხა უნგრეთში ტარდება ხო ბუდაპეშტში ტარდება ის კონსერვატიული სადაც ვთქვათ ჩვენი მესეურების ჩადიან ხშირად ხო რატო ამათმაც იპოვნეს ესე ვთქვათ ეს არსებობს ესე იგი მსოფლიოში ტენდენცია შეიძლება ავტორიტარული სამყარო გაერთიანდეს და ეს ლიბერალიზმი სამუდამოდ დაამარცხოს და გამოვარო სეგრეგაციული გახდეს როგორც წესი ესე ვთქვათ სეგრეგაცია გაიზარდოს ანუ სეგრეგაცია რაც გულისხმობს ესე იგი თუ დემოკრატია და ლიბერალიზმი თანასწორუფლებიანობას ქადაგებს ავტორიტარიზმი თანასწორუფლებიანობას უარყოფს არის ელიტა რომელიც ფლობს მთელ რესურსებს და არის კლასი ჩაგრული რომელსაც აჭმევენ ასმევენ ყველაფერი ახალი მიდგომით სტაბილური მაგრამ
რომელსაც არასდროს არ უნდა ქონდეს საშუალება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და აქვე დგას ჩინეთი და ჩინური. ოღონდ სხვადასხვა მოდელებია, მაგრამ მიდგომით არის ერთი და იგივე. გნებავთ ჩინეთი აიღეთ, გნებავთ უნგრეთი და გნებავთ ჩეხეთი. ეხლანდელი ამ ფონზე როცა ნათლად ჩანს რომ აგერ უნგრეთში ავტორიტარიზმს უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ჯედივენსიც კი ჩადის რომ ორბანმა გაიმარჯვოს როგორ რადგან ცუდად აქვს საქმე ამ ფონზე რამდენ შეიძლება ქართულს მასას კონდეს იმის იმედი რომ თუ იქ მოგწონს ავტორიტარიზმი ჩემთან რატო არ მოგწონს ხო ლოგიკურია ელაპარაკე და აგერ ხა გავთქვეს რომ აგერ ელაპარაკა რუბიო და ხა აპრილში დელეგაციას ველოდებითო და ასე შემდეგ ხო აბსოლუტურად ლოგიკური არის ახლა არც მაგალითად ხო რამდენჯერ იყო შეთავაზება გაკეთებული რომ აი ჩვენ ნათქვენ რომ ჩვენს თქვენერები ვართ ოცნებას გულისხმობ და ამაზე მე მგონი შეკითხვა არც უნდა დავსვათ იმიტომ რომ სადაც საშუალება ჯერ არ არის ესეთი გავიგე მაგრამ საშუალება სადაც ხონდათ იქან მონაწილეობა მიიღეს პატარ-პატარა ღონისძიებებში ხო მათ შორის აი კონსერვატიული ასე თქვა განხრის ფორმატებში და ნუ ხა ამის ძიება არის ბუნებრივია მე საერთოდ არ მაქვს მოლოდინი პირადად რომ რაღაც ეხა დემოკრატია საქართველოს დემოკრატიანზე გადაფიჩინდებიან ეხა ამერიკელები ეს ადმინისტრაცია არ არის მაგის და აგერ ბატონო ვენესუელაში არ გადაფიჩინდნენ მე მიუხედავად იმისა რომ საქართველოსთან მიმართებაში ეხა ბევრჯერ მითქვას გავიმეორებ რომ ამერიკულ ბიუროკრატიას მაინც სხვანაირი სენტიმენტი ქონდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო და ვიმუშავეთ ერთად ბევრ რაღაცას და ბევრ ფორმატებში და საერთაშორისო მისიებში და ასე შემდეგ და ეს სენტიმენტი ჩვეულებრივ ამერიკას რომელიც საქართველოს თემაზე გაფიცნობიერებული არის იცის რომ რაგზა გვაკავლელი და საით გვინდოდა რომ წავსულიყავით მაგრამ ეს არ ვცემდება უმაღლესი რანგის ამერიკულ ელიტაზე ეხანდელზე ვინც ადმინისტრაციაში არის ამიტომ ეს ადამიანები რამდენად იქნებიან პოლიტიკის შემქმნელი ადამიანები რომელიც უფრო აი ესეთი დემოკრატიული ღირებულებით კომპონენტ შემოიტანს ურთიერთობის გადაწყვეტაში მე გამიჭირდება თქმა თუმცა არ მინდა რომ ზედმეტი მოლოდინები მე არ მაქვს და ალბათ არც ჩვენს მოსახლეობას არ უნდა ქონდეს აქედან გამომდინარე ანუ შანსი იმის არის საკმაოდ მაღალი რომ რაღაცა ოცნებამ შეძლოს ისე გადაწყვეტვა ამ ურთიერთობების რომელიც მეტნაკლებად მისაღები იყოს მაგრამ აი ხელაღებით თქმა რა თქმა უნდა გამიჭირდება რომ გინდა თუ არა ასე ის რასაც რაღაცა მოძრაობები არის დაწყებული ფაქტი არის თქვათ აზერბაიჯანში ალიევსთან ხო კარგი ურთიერთობა ალიევის ვიზიტიც ეხა რო აიღო მე მგონია რომ რაღაცა აი შემთხვევით არ იქნება ჩამოსული და რაღაცა ისეთი შეიძლება პროექტებზე იყოს საუბარი იმიტომ რომ წინა ისტორია რომ ნახოთ ბაქოში რა იყო წინა პერიოდში თან როგორც ჩანს საკმაოდ ნაჩქარევი ვიზიტი იყო თვალსაჩინო საერთოდ არსად არაფერი ინფორმაცია არ ყოფილიყო და უცებ-უცებ გამოჩნდა და აი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა პერსონალურად რაც სავარაუდოდ მისი მოთხოვნა იქნებოდა დიდი ალბათობით და იქ მაგალითად BP-სთან ქონდა სერიოზული შეხვედრები ალიევს ცოტა ხნის წინ გაფართოება უნდა ყაზახეთის ხო გაფართოება უნდა აი ისევ შუა კორიდორის საკითხი შემოდის შუა დირექტორს თუ საქართველოსზე ფიქრობენ მაინც ოცნების გახლავთ რაზი არის რა თუ ჩვენ ვართ ამ კორიდორს ასე თქვა ჩვენი ნაწილის დერეფის პატრონები მაშინ მე უნდა მაღიარო რა რომ მე ვარ აქ რეალური ძალაუფლების მფლობელი და ალიევის აქ ვიზიტით შეიძლება გარკვეულწილად მსგავს საკითხების განხილვას ეხებოდეს მე ყაზახეთის დელეგაციაც იყო ეხა სადაც იგივე საკითხები განიხილეს როგორც ჩანს რაღაცა ძრვა არის მე არ ვიცი ამერიკის მხრიდან ფაქტია ისიც რომ ანაკლიაში იყვნენ ვიზიტამდე ანუ რაღაცა წინასწარი სამუშაოები როგორც ჩანს უკვე არის ჩატარებული ამ რაღაც ვიზიტის რომ ვინ ჩამოდის რა რანგი ჩამოდის ეს არ ვიცი ხო აქ საინტერესოა რომ მათ თქვეს რომ ვითარების შესასწავლად ჩამოდიანო ანუ რა ვითარება უნდა შეისწავლონ მე არის საინტერესო პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში თუ რა რაზე არის საუბარი მე მგონი საერთო საკითხები რაღაცა ყველაფერი შედის მაგაში პოლიტიკური რისკებიც ეკონომიკური და feasibility როგორც შეიძლება ვთქვათ აშენდეს ხო რამდენიმე პროექტია მნიშვნელოვანი ხო ეს არის ენერგოკაბელი რომელმაც უნდა გაიაროს შავი ზღვის ქვეშ და არის მწვანე ენერგიის ანუ აზერბაიჯანში უნდა ეწარმოოს ეს ბზის და იმის მწვანე ენერგია და წავიდეს ევროპაში აქედან ეს არის გაფართოება ნავთობსადენის და გაზსადენების რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ესა იმიტომ რომ ევროპაში გაიზრდება მოთხოვნა ახლა ამაზე და არა მარტო ევროპაში შეიძლება ვთქვათ სხვაგანაც რუსეთიდან ხომ თინადად შემცირდა უკვე ახლა ირანი და ეს ორმუზის სრუტის ვთქვათ რამდენი ხანი გაგრძელდება არავინ არ იცის ესე ამიტომ
ამაზე მოთხოვნა იზრდება. ამის გარდა connectivity რაც არის, ანუ ეს სატრანსპორტო იმის გარდა ანაკლია ძალიან სწორია, ანაკლიეს აუცილებლად გააცოცხლებენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომც ეს ტრამპის გზა სომხეთზე გამავალი, ვთქვათ, რომც ამოქმედეს, ის საავტომობილო გზა უკვე თითქმის გზად არის, რამდენ როგორც ალიევმა განაცხადა. რკინიგზაც შენდება. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება საკმარისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც გაიზრდება აი ამ ყველა გეოპოლიტიკური რისკებიდან, სიტუაციებიდან გამომდინარე. ამიტომ ალიევისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამაზე ყველაფერს დალაპარაკება, რომ შეიძლება თქვენ ბოლომდე გენდოთ, რომ თქვენთან იქნება სტაბილურობა. და რაც შეახვედრეს ალბათ ივანიშვილს, ხო? იქნება თუ არა მართლა სტაბილურობა, მაგათ არ ადარდებთ იქნება თუ არა დემოკრატია საქართველოში. და სხვათა შორის ამ ადმინისტრაციას ამერიკელების არც მაგათ არ ადარდებთ. მაგას ეს ჩანს რომ არ ადარდებთ თითქოს სხვა ქვეყნების მიმართებაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ეს არ გაუტარეს, ხო, რაღაცეები და ეს ახლა ვითარების შესწავლაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ჩამოვიდეს აქ ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი მე თუ ვითარებამდე შეისწავლო. და ასე შემდეგ და ამერიკას ეხებენ კაცმა არის. ისიც ხო არ უნდა ამერიკას რომ მაგალითად საქართველოში თუ თქვა ოპოზიციური ძალები და სულისკვეთება და განწყობა არის ძალიან კრიტიკული მთავრობის მიმართ და ამ მთავრობას აღმოუჩინოს სრული მხარდაჭერა ამერიკამ და მასთან ერთად პროექტები დაიწყოს და მე საქართველოში არასტაბილურობა განვითარდეს და დაკარგოს ყველა თავისი ინვესტიციები, ესეც ხო არ აწყობს, ანუ უნდა გაიგოს ჯერ აქვს თუ არა უნარი, მაგათთვის მნიშვნელოვანია აქვს თუ არა უნარი ამ ხელისუფლებას ეფექტურად აკონტროლოს ეს ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში. მაგალითად 10 წლის განმავლობაში აძებს თუ არა გარანტიას, რომ არანაირი რევოლუცია არ იქნება და იქნება ამისთვის საჭიროა რომ ცოტა შეარბილოს, მაგალითად ციხიდან გამოუჭას ხალხი. მაგალითად რაღაც კანონები შეამციროს, მაგალითად საელჩოებს რო ხა შეიძლება დაუშვან საელჩოების მიერ დაფინანსება, ხო? სხვა გაზარდოს, ანუ ცოტა შეარბილეთ, მაგრამ თუ გინდათ კი ბატონო, იყავით ავტორიტარული რეჟიმი, ოღონდ არა ისეთი, ცოტა უფრო რბილი, რომ შეამციროთ მუხტი ან დაძაბულობის. თუ ეს იქნება, მე უკვე ნებისმიერ პროექტებში ჩადებენ ფულს და პოლიტიკურადაც ესე ვთქვათ, მხარდაჭერას არ მოაჩვენებს. ეს ამ აზრს გავაგზავნებ, რა შეიძლება ამერიკელებმა ხელი ჩამოართვან. ქართული ოცნების ხელისუფლებას, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან ადგილზე სიტუაცია, რომ ქართული ოცნებას ხელი ჩამოსართმევი არ აქვს საკუთარ მოსახლეობასთან. აი ამ ხელს ვერ ჩამოართვეს, რაც არის სწორედ იმ სტაბილურობის გარანტია. ამიტომ ოცნებას პრაგმატულადაც რო შეხედო, თუ უნდა აი ამ სცენარების მიმართულებით განვითარდეს მოვლენები, ის სიტუაცია რაც დღეს ქვეყანაში არის, ხო, გამორიცხულია ამას ხელს უწყობდეს. ამიტომ რაღაცების გადახედვა აუცილებლად მოუწევს, იმიტომ რომ ხელის ჩამოთვლა ამერიკელებთან იმის პირობებში, რომ საკუთარ მოსახლეობას სახეში ვერ უყურებ, იმის გამო რაც აკეთი ამდენი ხანი, ხო, ეს არ არის სტაბილურობის გარანტია. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენს სტუმრად იყვნენ გიორგი ანთაძე და კახა გოგოლაშვილი. დაგვეოდოთ რეკლამის შემდეგ ზურაბ ცეცხლაძე, შემოგვიერთება ზურაბ ცეცხლაძის მამა, პოლიტპარტნიორი და დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი. ჩვენ უკვე გავაგრძელებთ საუბარს შიდა პოლიტიკაზე და იმ პროტესტზე, რომელიც ამდენი დღეა უკვე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. ასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის სამ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის ექსპერტი, ზურაბ ცეცხლაძე, აქციების აქტიური მონაწილე, ზვიად ცეცხლაძის, პოლიტპარტნიორი ზვიად ცეცხლაძის მამა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვცვლად ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ ჩვენ რეგიონში და ასევე ალიევის ვიზიტზეც, კონკრეტში მიმდინარე ამბებზე, სადაც თქვა ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავტორიტარის უჭერს მხარს და ამ ფონზე ფაქტობრივად მივიღეთ სიტუაცია, როცა აქაც აქვთ იმედი ქართულ ოცნებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათთან დაალაგებს ურთიერთობას, აპრილში ელოდებიან, ასე ვთქვათ, ვიზიტს. თქვენ მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ამ სიტუაციაში ქართულმა ოცნებამ და ამერიკის შეერთებული შტატებმა დაალაგონ სიტუაცია და ეს რამდენად იქონებს გავლენას მერე აქ მიმდინარე პროცესებზე და იგივე თქვენს პროტესტზე, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული. ივანიშვილი ცდილობს, რომ ლუკაშენკოს მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი და ასე ვთქვათ, შეესთავაზოს ლუკაშენკოს მოდელი სავარაუდოდ ამერიკელებს და ასე ზოგადად დასავლეთს, რომ დასავლეთმა მიიღოს ის იმ მოცემულობათ, როგორადაც თავი წარმოუდგენია ამ ქვეყნის ბატონ პატრონად, ასე ერთპიროვნულ ბატონ პატრონად და ასე შემდეგ. ეხლა ლუკაშენკოსგან განსხვავებით აქ ჩვენ დამკვიდრებული რეჟიმი ჯერ არ გვაქვს და მიმდინარე
პროტესტი აქ არის და წინააღმდეგობაც მზარდი პოტენციურად აქ არის. ამ პერსპექტივაზე ჩვენ ვინც პროტესტში ვართ, აქტიურად ვზრუნავთ, როგორც არაპარტიულ ნაწილში, ასევე პარტიულ ნაწილში და არ მგონია რომ ჯერჯერობით ქართულ ოცნებას და ამ რეჟიმს კონდეს იმის რა ქვია მზარდი შესაძლებლობა იმის რომ ჩვენი პროტესტი ბოლომდე ჩაახშოს. რაც შეეხება ამერიკის მხრიდან ამ დამოკიდებულებებს, ტრამპი არის ასე ვაჭრული მიდგომებით მოქმედებს, ხო? და მას აქვს კონკრეტული ინტერესები. ანუ აქ არის ასე ვთქვათ რაღაცნაირად ცოტათი გამოყოფდი ამერიკის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ტრამპის ასე ვთქვათ პირადი ინტერესებს, ანუ მას რადაც წარმოუდგენია თავის თავი და რა პოლიტიკასაც ატარებს, როგორ ლიდერადაც ინკვიდრებს თავს ამ ისტორიაში, ასე ვთქვათ, ხო? აქ არის რაღაცეები თანხმედრაში, მაგრამ არის რაღაც გრძელვადიანი ინტერესები, რომელიც ამერიკას როგორც სახელმწიფოს ახასიათებს და გააჩნია და შესაბამისად აქ ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკოს მოდელში მაინც და მაინც კარგად არ ჯდება, იმიტომ რომ ამერიკას აქვს თავისი ინტერესები და ეხლა თუ მაგალითად ის მოცემულობა რომ ორბანის ადმინისტრაციასთან ის რაღაც ურთიერთობაში არის, ასე ვთქვათ, ხო, ფაქტია, აქაც რაღაც ზურები დაიწყო. თავისი რაღაც პრაგმატული მიზნებია. აპრილში რაღაც შემსავლელი დელეგაცია ჩამოვა, რომ სიტუაცია შეისწავლისო. არ ვიცი, ხა ეს დელეგაცია შეხვდათ ოპოზიციაში, შეხვდათ თუ არა თქვენ, ვინც პროტესტად გახართ, მაგრამ ამიტომ წარმოგიდგენიათ, რომ მივიდეს რაღაც მოლაპარაკებები, იგივე პატიმრების გამოშვებაზე და ასე შემდეგ. ეხლა ბევრი რამე ასევე არის, აქეთ ხარეს ჩვენ რას გავაკეთებთ მაგაზეც დამოკიდებული, ხო? ანუ ჩვენ ეხლა თუ ვიქნებით თუ შევნელდებით, გავჩუმდებით და არავითარ დღის წესრიგს არ შევქმნით ოპოზიციური მხრიდან, შესაბამისად ამერიკელების დაინახავენ, რომ კი ბატონო, ანუ მაშინ გაუადვილდება ბიძინა ივანიშვილს ამ თავის პოზიციონირება ლუკაშენკოს ამბავში და კონტექსტში. მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ მას და აქედან გამომდინარე ეს ამბავი ასე ადვილად არ ჩაივლის. ეხლა ვაჭრობაც რომ დაიწყოს პოლიტპატიმრებით, ჩვენი სინდისის პატიმრებით. ხო? ეს ვაჭრობის რამე შეთანხმებასაც რომ მიაღწიო და ასე შემდეგ, აქეთ ეს არანაირად არ გავჩერი, გამოვა ის ხალხი და ჩვენთან ერთად დადგება დარწმუნებული ვარ მაგაში აგერ. ზურა არის და ზვიადიც რა ვიცი, დარწმუნებული ვარ მაგაში ის ხალხი გამოვა და ქუჩაში დადგება ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენაც არ უშუალოდ რაღაც ვიწრო ინტერესები არათავისუფლებს ამ ხალხს და ითხოვს მათგან მონანიებას, აღიარებას და ასე შემდეგ. ბატონო ზურა, თქვენი აზრით მაინტერესებს ეს თემა თუ დადგება ამერიკასა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებებში, რომ აი პოლიტპატიმრები გამოუშვი და მე დაგელაპარაკებ. პოლიტპატიმრები ბევრი თქვეს, რომ არა ახციოთ ვაჭრობის საგნად ჩვენი საკითხი, მაგრამ თუ ეს დადგა რეალურად მე რა ხდება და რამდენად გონიათ, რომ ამის გარეშე შეიძლება რაღაც გაუმჯობესდეს ურთიერთობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი რაც მინდა ვთქვა, ახლა მე პოლიტოლოგი არა ვარ და ესეთ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ ამერიკასთან იმასთან მიმართებაში, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ გაცხადებულია ჯერ კიდე აი წელწადნახევრის წინ, როცა ეს ადამიანები დააპატიმრეს და დაიჭირეს, გააცხადეს, რომ არანაირი შეწყალება, არანაირი მონანიება, არანაირი ბრალის აღიარება არ იქნება. შესაბამისად, ჩვენ მათ პოლიტიკურ თქვენ ამიტომაც კითხეთ, რომ რეალურად თქვენზე გადის ეს საკითხი, ხო, საბოლოო ჯამში. აღდგება ეს ურთიერთობა თუ არ აღდგება, იმიტომ რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მე თქვენ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავისთავად ჩვენი პოზიცია გაცხადებულია სწორედ მაგას ვამბობ, რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც არ უნდა სავაჭრო სიტუაცია კონდეს ამერიკას ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდება პატიმრების გაშვებას მონანიებისა და ბრალის აღიარების გარეშე. ეს არ მოხდება, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ესე გამარჯვებული და წელგამართული გარეთ არავის არ ჭირდება არც პერსპექტივაში შემდეგ. ეს უნდა დამთავრდეს ბოლომდე, ან ბოლომდე უნდა დასაჯონ, მოახდევინონ 2 წელიწადნახევარია თუ 2 წელია დასრულდება და გამოვლენ, ან ამ ადამიანებთან დამარცხებული რეჟიმი არ გამოუშვებს მათ. მით უფრო რომ ესენი როგორ არიან, იცი, რაღაც ფორმით
იქეთ შედავების პრინციპზე არიან ეს. ანუ ეს პატიმრები უფრო დიდგულზე არიან და ეუბნებიან რომ არა და всё რაზეა საუბარი. ეს გადაწყვეტილია, გინდა ასე შემომთავაზე, გინდა ისე შემომთავაზე. არც ერთ შემთხვევაში თანახმა არა ვარ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ვამბობ ზუსტად რომ არანაირად არ ივაჭრებს ამერიკა ბიზნესთან და არც ბიზნეს არ მოურიგდება რომ აი მე პირობითად 30 პატიმარს გავუშვებ და აი რაღაც პირობითად მისი პოლიტიკური პრობლემები მოგვარდეს ამერიკასთან და ასე შემდეგ. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, აქედან გამომდინარე ეს გარიგება არ შედგება. ეს გარიგება რო არ შედგება, იმიტომ ვართ ამ სიტუაციაში და გაურკვეველ სიტუაციაში ზოგადადაც. აი არც პროტესტი ვითარდება ძალიან ისე რომ რაღაც შთამბეჭდავი გავლენა მოახდინოს ზოგადად ან ხელისუფლებაზე და ან ზოგადად საზოგადოებაზე და არც ძალიან რეჟიმი არ მკაცრდება ისე რომ ბოლომდე დაიწყოს ჩვენი მოხჭობა. აი ეს მდგომარეობა რა მდგომარეობაც არსებობს დღეს ქვეყანაში ეს აწყობს ჯერ და აქედან გამომდინარე არის სწორედ რომ ჩემი მოსაზრება კონკრეტულად იმ მიმართულებით რომ პირიქით ახლა მე ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ, ანუ პროტესტი კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, უფრო წინააღმდეგობრივ ფორმებში უნდა გადავიდეთ. ნუ არის მოსაზრება რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში რომ გადავალთ, ეს ჩემი მოსაზრებაა პირადი, ეს ბრძოლის მუხს აწევს, განწყობას აწევს ბრძოლის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი უბრალოდ ქუჩაში არაფერი არ კეთდება დგომისთვის, რატო გამოვიდე, გამოვლენ ისინი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დღეს უფრო არის მომენტი, რომ ჩვენ გავაქტიურდეთ. მათ აქვთ პრობლემები, რაღაცა საგვარებია, სადღაც ლაგდებიან და სანამ დალაგდებიან, რაღაც ფორმით ჩვენც უნდა დავიქოთ და აი პროტესტი უნდა გავააქტიუროთ. რა ფორმით უნდა მოხდეს ამის გააქტიურება? თითქოს ნუ აი შაბათის მარშები დაიგეგმა არის, მაგრამ ნუ ახლა მე რაღაც გაგრძელება ვერ მოყვანავს, ხო, რაღაც ბატების თვალსაზრისით და ასე შემდეგ და აი რა ფორმას ფიქრობ? აი ნახეთ ზუსტად მაგას ვამბობ. იქ იმდენი ხალხი გამოდის, პირობითად შაბათის მარშზე იმდენი ხალხი გამოდის, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია პირობითად რო ჩამოვალთ, რუსთაველის ქუჩა გადავკეტოთ. მინიმუმ 1-2 საათი სანამ ხალხი გავა, შეგვიძლია გადავკეტოთ მაგალითად ეს რუსთაველის ქუჩა. იქნება მცდელობები ერთ-ორჯერ შაბათ დღეს მცდელობები რო გავყარონ. აი ეს წინააღმდეგობა, ბრძოლის უნარიანობა, გამბედაობა, რისკი თუ ვერ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რაღაცნაირად ასე მგონია რომ ყველა აჩერდა და იქ კონფუცი აწყობს ტროტუარზე დგომა, ტროტუარზე თუ გამრიან ცოტა ზევით დაგება და დგას და რაღაც თავის სინდისთან ეს არის თავისუფალია და სინდისთანაც მართალია რომ აი ყოველ დღე მოდის მეტი რაღაცნას და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ფიქრობენ რომ თავის გასაკეთებას ყველა აკეთებს, საკმარის აკეთებს და რეალურად სამშობლოსათვის ბრძოლა არასდროს საკმარისი არ არის, რაც საჭიროა ის უნდა გააკეთო. აქედან გამომდინარე მე მაგალითად ვფიქრობ რომ აი 9 აპრილია 8 ხვალ და ეგ არის 9 აპრილი, ხო? ჩემი პირადი პოზიცია ეს და სოციალურ ქსელშიც გავაკეთე განცხადება, გამოვაქვეყნე და ზვიადის პოზიციაც ასეთია, დაფიონზე წერილი გამოვაქვეყნა. მე ვფიქრობ, რომ როგორც გასულ წელს 9 აპრილის მემორიალთან გაცხადებულად პირდაპირ უნდა უთხრათ დღეს მათ, რომ მათ არ გაბედონ იქ მოსვლა, ჩვენ მათ იქ არ მიუშვებთ და კობახიძეს პირადად მე მაგალითად ჩემს მეუღლესთან ერთად ზვიადის მშობლები დავდგებით წინ და კობახიძეს 9 აპრილის მემორიალთან ყვავილებს არ დავაწყობინებ, რაც არ უნდა დასაჭერი გავხდე, რაც არ უნდა საცემი გავხდე, ხო? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს არ დაურბევია 9 აპრილს ხალხი, ეს გააკეთა საბჭოთა კავშირმა. ასეთი მავნებლური განცხადება დედამიწაზე არავის არ გაუკეთებია. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი რუსეთმა არ დაიწყო, ამბობენ, რომ სეპარატისტებს ბოდიში უნდა მოუხადოთ, ამბობენ, რომ რუსებს 9 აპრილიზე ხალხი არ დაუჩეხიათ, ეს საბჭოთა კავშირმა ქნა. ეს ფარისევლები თუ მიუშვით ჩვენ და 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები დავაწყობინეთ, ფაქტიურად არაფერის მაქნისი არ ყოფილვათ, რატომ დგავართ იქ ჩვენ მაშინ, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ გართულებებზე უნდა წავიდეთ. ამის რაოდენობა, შაბათს არის ამის რაოდენობა და ამის მე ვფიქრობ, ხალხიც არის უბრალოდ წინასწარ. არ არის ამისთვის მზად, იმიტომ რომ მე ყველას იჭერენ ტროტუარზე დგომის. ნახეთ როგორ არის. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდით
ჩამოვივლით, სწრაფად შემოვალთ, არავის არანაირი საფრთხე გართულებით. პროტესტი ფიქსირდება. ამ განწყობით მოდიან ეგენი და ამ განწყობით რომ მოდიან და ამ განწყობით მოგყავს, მე იმას ვერ ეტყვი რომ აბა ეხლა ჭიდაობა დაიწყე. ხო ხვდებით და არის კატეგორია რომელიც ამბობს რომ ასე რომ არ უთხრათო შეიძლება აღარ მოვლენო. მე კიდევ ვფიქრობ რომ შეიძლება პირველ ორ შაბათს იმდენი არ გამოვიდეს, მაგრამ თუ ჩვენ გავართულებთ, ანუ ამოცანას გავართულებთ, მათ გაურთულებთ რაღაც საკითხებს, არა, ეს ნიშნავს რომ მეტი ადამიანი ციხეში. და რა რა მოხდა მე? აი, მართლა ვერ დიქტატურაში ვიხჩობი, ვერ ვსუნთქავ, იგივე სიტუაცია მექნება კამერაში. ბევრი ადამიანი, აი, ხო გეუბნებით, თვითონ ბიძინა ამბობდა რომ ყველას ვერ დაიჭერენ ყველას. მე დამიჭერენ, ჩემს მეუღლეს ვერ დაიჭერენ, დედაჩემს ვერ დაიჭერენ 90 წლის. ჩემ ოჯახს ვერ დაიჭერენ სხვის ოჯახებს, ხო? აი, ეს არის ბრძოლა, აბა რა ვიცი, ახლა ვიდექით, გავართ, გავიგე, ხო? და აი, სულ ასეთი სიტუაცია გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ პატარა ახლა ამათ დალაგების პროცესში არიან. მე ასე ვფიქრობ, რაღაცები გონიათ თავის ილუზიაში, რომ ივაჭრებენ სინდისის პატიმრებით, პოლიტიკური პატიმრებით, კანონებით ამას გავაუქმებ იმას და დალაგების პროცესს დაიწყებენ. ამ დროს ყველაფერი აქეთაც ჩუმათავი და არაფერს არ ამბობს, მოვდივართ, ჩერდებით, ავდგებით, მივდივართ, ანუ რეალურად ხმაური არ არის და პრეტენზია და ყვირილი არ არის, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცები რაღაცებს არ ეგუებიან, გარდა იმისა, რომ მოვდივართ და ვდგავართ. მე მგონი შევცვალოთ ეს სიტუაცია. ეთანხმებით ამას მოსაზრებას. რა უფრო რადიკალური ფორმებზე არის. გარკვეულწილად არის რაციონალური, მაგრამ მაინც ძირითადად ემოციური პოზიცია პატიმრობის და ჩვენ ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, ხშირად საუბრობთ. ემოციურმა დამოკიდებულებამ ჩვენ მოგვიტანა გარკვეული შედეგები, მაგრამ ამავე დროს არის გარკვეული მოცემულობა, რომელიც საჭიროებს ემოციის მიღმა მიდგომას და მთლიანობაში ზედხედიდან დანახვას რა არის მოცემულობა, ვინ არის შენი მოწინააღმდეგე, როგორ მოქმედებს ეს მოწინააღმდეგე, რა უწყობს მის დამკვიდრებას ხელს და რა უშლის მის დამკვიდრებას ხელს და რა გაძლიერებს შენ როგორ წინააღმდეგობას. ჩვენ ფაქტი არის, რომ ჩვენ მხარეს საზოგადოების გაერთიანების უნარი ბოლომდე გამომუშავებული არ აქვს, კოლექტიური უნარი. იმიტომ რომ გარკვეული დაქსაქსულობა ჯერ კიდევ არსებობს. წინ სერიოზული ნაბიჯებით გადავდგით წინ და ვიმოძრავეთ, არ გავჩერებულ ვართ და ბევრად მეტი არის თანხმობა ეხა წინააღმდეგობის წიაღში საპროტესტო საზოგადოებაში, ვიდრე მანამდე იყო, ბევრად მეტი არის ეხა საერთო ხედვები და აღქმა მაგრამ ასეთ ნაბიჯებზე წასვლის მზაობა რამდენად არის. ეხა, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ტაქტიკურ ნაბიჯებზე, მაგალითად და მოქმედებებზე, ეს მოქმედებები კონკრეტულ ამოცანას, კონკრეტულ ეტაპზე უნდა ეხმიანებოდეს. რა ეტაპზე ვართ ეხა ჩვენ, რა რესურსები გვაქვს, რამდენად გვაქვს მობილიზაციის რესურსი და რა გვაკლია ამისათვის? აი, სწორედ აი ამ საზოგადოების გაერთიანების უნარის განვითარების ჭრილში ვლაპარაკობ. ასევე თანმიმდევრული დაგეგმვის უნარი, რომელიც ასევე გჭირდება შენ მქონდეს კოლექტიურად გამომუშავებული, რომ ყველაფერი სათანადოდ დაგეგმო და საზოგადოებას, თუნდაც იმ საზოგადოებას, ვინც აქტიურად ელოდება რაღაც აქტიურ მოქმედებებს და მზად არის რაღაც აქტივობისთვის, მას როგორ შევქმნათ ჩვენ რწმუნება იმისი, რომ გააზრებული პროცესი არის და რომ აქეთ მხარეს არის ძალების ერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ ასე ვთქვათ, მართლაც ემოციური და შინაარსიანი და რაციონალური გრავიტაციის შესაქმნელად, რომ ზეწოლა განვახორციელოთ იმ ბანდაზე, რომელსაც მიტაცებული აქვს ქვეყანა და აქ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანებზე, ხო? და კონკრეტულ ძალის კონკრეტულ მოცემულობაზე, იმიტომ რომ დანარჩენ მოსახლეობასთან ჩვენ რა მოსაზრებებიც არ უნდა გქონდეთ და რა დამოკიდებულებებიც არ უნდა გქონდეთ, გასაყოფი არაფერი არ აქვს. და ასევე იმ მოსახლეობას როგორ ველაპარაკებით, რაენით ველაპარაკებით ჩვენს მხარდამჭერებს და ასევე ნეიტრალურ საზოგადოებას თუნდაც ან მოწინააღმდეგის მხარდამჭერ საზოგადოებას, ეს ყველაფერი არის ერთი რაღაცა მწყობრი პროცესის ფარგლებში ასაწყობი. და ანუ რამდენი ანალიზიც გავაკეთეთ, მრავალმხრივი ანალიზი, საერთაშორისო გამოცდილება, რაც კი წინააღმდეგობები ყოფილა, ჩვენივე საკუთარი გამოცდილებაც, ხო, აი ბოლო რამოდენიმე წლიანი განსაკუთრებით წელიწადნახევრიანი. ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აი ამ წყობრი პროცესის მომზადება, ამ უნარების გაძლიერება და ეტაპობრივად ტენდენციების შექმნა, რომელიც პირველ რიგში გაზრდის ჩვენს მოძრაობაში, წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხის რაოდენობას. ასევე მოგცემს ჩვენ გაგვიძლიერებს რეპრესიების წინააღმდეგ მედეგობას.
და შესაბამისად უფრო როგორ უნდა მოხდეს? აი როგორ და აი როდესაც ჩვენ მივახცევთ იმ ორგანიზებულობის და კოორდინირებულობის და სინქრონიზაციის იმ ხარისხს, რომელიც საჭიროა რომ ეფექტურად იმოქმედოს ზოგადად კლიანობაში. არ არის ბოლომდე ჯერ პროცესი დასრულებული. იმიტომ რომ ეს ურთულესი პროცესი არის. რეჟიმი ხო ხელს გვიშლის, ხო? ის ხო კაპიტალიზაციის ხო ყოველდღე ხო რაღაც ახალ ასე ვთქვათ შინაარსებს გვიგდებს, რომელიც გონების გამფანტავი არის. ხო? ანუ ჩვენზე ჯერ ჩვენ არა ვართ ბოლომდე ასე ვთქვათ შეჭიდული, ასე ვთქვათ, ისე როგორც საჭიროა, გონება არ გვეფანტებოდეს და ჩვენი კონკრეტული დღის წესრიგი რაც გვექნება ჩანაფიქრი, იმას მივსდიოთ ბოლომდე. ამიტომ რეჟიმი ცდილობს ყველანაირად ჩვენ ეგ ვერ მოვახერხოთ. არა და გამოსავალი მანდ არის. მაგრამ ახლოს ვართ. შორს არ ვართ. ხო, როგორ ფიქრობთ, ხალხის მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით და არსებობს 4 ოქტომბრის ორგანიზატორებსაც სავარაუდოდ ეგეგონათ, რომ აი ხალხს დაუძახებდნენ, იხულებდა ხალხი და გაყვებოდა ყველგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესი ნაწილი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, მათ ამ პროცესების, ასე ვთქვათ, უფრო რადიკალური გზით წარმართვას დიდად არ აყვა და რუსთაველზე დარჩა უმეტესობა. ხო, გახსოვს, რომ კონდოთ არ ჩასულან. ამიტომ ვამბობ ამას, რომ აი ეს მზაობა რამდენად არის, როგორც ნახეთ, 4 ოქტომბრის მოვლენები პირდაპირ კავშირში იყო იმასთან, რომ ფართო ანუ ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ფართო შეთანხმება არ არსებობდა. იყო რაღაცა ვიწრო ჯგუფი 5 კაციანი თუ 4 კაციანი, რომელიც ავიდა სცენაზე, სელფი გადაიღო და ჩვენ ვართ ხელმძღვანელებიო და ეხლა მის უკან ვინ იდგა, რა იდგა, ვინ აგულიანებდა, როგორ იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა მცდელობა, რომ გამერკვია რა ხდება. მინდოდა ჩავრთულიყავ პირდაპირ მნიშვნელობით პატა ბურჭულაძეს ვეუბნებოდი, რომ სად ხვდებით, ვინ ხვდებით, რას გეგმავთ, როგორ ხართ, ეგება დავჯდეთ, ყველა ერთად ვიყოთ. პასუხი იყო ერთი, რომ ну, ყველაფერი რიგზეა, თქვენი შვილი 4-ში თუ არა 5-ში დილა სახლში გეყოლებათ, მეტი რა გინდა და ასე შემდეგ, მაგრამ შინაგანად გრძნობდი, რომ ესეთი ვიწრო გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, აქტიურ მებრძოლებთან, აქტივისტებთან მართლა, ვისაც გარისკვა და ბრძოლა შეუძლია, საქმის კურსში საერთოდ რომ არ არსებობს და გამოდიხარ და განცხადებას აკეთებ, რომ მამაკაცური ძალა რაღაც ისიც ძალიან პროვოკაციული განცხადება, რომ მამაკაცური ძალა გამოეყავითო და წავედით ახლა სადღაცო იმდენად ბუნდოვანი, იმდენად არასწორი მიდგომა იყო, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ეგ თორე მართალს ამბობს დათო, რომ ფართო კონსენსუსი უნდა ამას პოლიტიკურ პარტიებს, პროევროპულ პარტიებს, სხვა პარტიებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ამ ყველაფერს უნდა, მაგრამ ამავდროულად მე ასე ვფიქრობ მაინც, რომ რაღაც ფორმით შიგა და შიგ აი წინააღმდეგობის ელემენტები უნდა არსებობდეს, ხალხი არ მიყვებაო, იქ რო ყოფილიყო ფართო კონსენსუსი და სწორად დალაგებული ყოფილიყო, საუბარი არ ყოფილიყო, რომ აი 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ და აი რევოლუცია ერთ დღეში დაასრულა. არ იყო ეგ სწორი მიდგომა, არ იყო სწორად დაგეგმილი, არ იყო ყველაფერი ეგრე არ კეთდებოდა. აი მივიტომ მივიღეთ შედეგი, მაგრამ მე ხო ახლა არ ვამბობ, რომ აი ხვალ ვეტაკოთ და ყველაფერი ხვალ ვქნათ, მაგრამ რომ არაფერია ფაქტობრივად კვირის განმავლობაში ვდგავართ შაბათს მარშს ვატარებ, მეც არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ შეიძლება რაღაცების გაკეთება, ხო? აი წარმოიდგინე, რომ დაგვიჭერენ პირობითად, უფრო მეტი პატიმა რა იქნება, რესურსი მოგვაგდება, მეტი პატიმა. არც ერთი პატიმარი რო არ გყავდეს დღეს ქვეყანაში. აი წარმოიდგინეთ, სად ვიქნებოდით? გაგანია რეჟიმში ვიქნებოდით ბიზინა ივანიშვილის, ხო? ყველაფერი დასრულებული ექნებოდა, უკვე ლუკაშენკოს ამბავი ექნებოდა, ხო? ხომ ეკენებოდა, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა იმით გაანეიტრალა, ვიღაცები შეაშინა, ვიღაცები ვერ შეაშინა, მაგრამ ვიღაცას ბრძოლის ჟინი გაუჩინა, ვიღაცა მოემატა, ვიღაცა გამოაკლდა. რეალურად თუ წინააღმდეგობის ელემენტებს არ შევიტანთ, დავითი ამბობს, რომ ამას შევიტანთ აუცილებლად, მაგრამ დღეს არ არის ამის მოცემულობა და რაღაც პერიოდი საჭიროა და ბოლომდე პროცესი არ არის დასრულებული და გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მძინარე პროცესია, ძალიან პროცესი და შიგადაშიგ თავის შეხსენება ამათ, რომ ვართ აქ და ჩვენც ცოცხალი ორგანიზმი ვართ და ტყუილად არ ვდგავართ და პრეტენზია მართლა გვაქვს და ეს პრეტენზიები იქნება, აი ამის ჩვენება გვინდა და როცა ამის დღეები არსებობს, ხო? აი 9 აპრილი ზუსტად მაგის დღეა. აი გასულ წელს მოვიდნენ და ვერ მოვიდნენ, ხო? ადგენ და წავიდნენ. აი წელს რატომ უნდა მოვიდნენ? რამე შეიცვალა ჩვენთვის? რა ჩვენი შვილები გარეთ გამოუშვეს, კანონები არ გაამკაცრეს, დიქტატურას არ მოუჭირეს, თუ რა, ყველაფერი გააფუჭეს და ამით ფაქტობრივად ჩვენ წინასწარ ვეუბნებით, რომ აი ეს ყველაფერი რომ მოდიში და გვიქენით, აი ახლა წელს აღარ გვაქვს მაგის თავი, რომ
მე იქ დავდგები და მაგაც კობახიძეს კონკრეტულად იქ არ მოუშვებ. იცის მაგან როგორი ბიჭი ყავს ციხეში გამოკეტილი, მისი სტუდენტი იყო ზვიაცეცხლაძე. იცის მაგან როგორი ადამიანები ყავს ზვიაცეცხლაძის გარდა გამოკეტილი იქ და თვითონაც იცის რომ ღირსი არ არის მაგ მიუახლოვდეს მაგ მემორიალს. მე იქ დავდგები და ვიდრე არ დამაპატიმრებენ მე იქიდან არ წავალ. იმიტომ რომ არ არის ღირსი ის მიუშვათ იქ ხვალე ამის დღეა ზუსტად და ვინც გვერდში დამიდგება მე არავის არ ვეუბნები რომ შარში გაყოს თავი ვისაც ეს გადაწყვეტილება აქვს დამიდგეს გვერდში ვისაც არ აქვს მარტოც რო დავდგები იქ და მაგაც იქ არ მეუშვებ ვიდრე შესაძლებლობა მექნება ამის ეს არის რომ შიგა და შიგ არის რაღაც თარიღები რომელ თარიღებზე შეიძლება რაღაც აქტიურობისა და უფრო იმის რა ქვიან წინააღმდეგობის ელემენტების შეტანა და რაღაც ცოცხალი ორგანიზმი რომ ვართ და აი მიძინებისკენ კი არ ვართ კიდე უფრო რაღაცა ფეთქავს აი ამის ჩვენება საჭიროა მათი ამომრჩევლისთვისაც და ჩვენი მომხრეებისთვისაც ასე ვფიქრობ საინტერესოა ახლა 9 აპრილს ვინ დაგიდგებათ გვერდით და ვინ აყვება ასე ვთქვათ თქვენს ამოწოდებას ვინ გამოეხმაურება მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრებისთვის ნახოთ როგორ გამიტარდება მოვლენები დავით გუნაშვილი და სურაბ ცეცხლაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სისტემა ხალხმდაბლობებით ის სახელებზე გადაცემით რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს